რუსეთს ეგონა რომ ყველაფერი გათვლილი ქონდა. ტერიტორია მიითვისე და უკრაინელ ხალხს შენი გავლენა მოახვიე თავს. მაგრამ უკრაინამ რუსეთს სერიოზული დარტყმა მიაყენა. უკრაინაში მასიური დერუსიფიკაციის ცუნამი ტრიალებს, რომელიც გზად ვლადიმირ პუტინის ძალებს ანადგურებს. ოკუპირებული ტერიტორიები ბრუნდება. რუსეთის გავლენის დასასრული გარდაუვალია. რაც დაიწყო და რუსეთს აღარაფერი შეუძლია რომ ეს შეაჩეროს. ეს რაღაც არის წინსვლა. უკრაინის ძალები სამხრეთ აღმოსავლეთში ანადგურებენ რუსეთის ჯარისკაცებს ყველგან. ეხლა ნაცრისფერი ზონები იწმინდება, რასაც მოჰყვება უკრაინის მიერ იმ დასახლებების დაბრუნება, რომლებიც რუსეთს გათავისუფლებისგან დაცულად მიაჩნდა. ეს კონტრშეტევაა. დიახ, და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს თავდაცვა რუსეთის შემოტევის წინააღმდეგ, რომელიც გაზაფხულზე დაიწლება, როგორც გაიგებთ, თუ ყურებას გააგრძელებთ. მაგრამ აქ უფრო ღრმა რამ ხდება. უკრაინისთვის ეს მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნება არ არის. ეს არის რუსეთის გავლენის განდევნა. ეს არის იმის ჩვენება პუტინისთვის, რომ როგორც არ უნდა ეცადოს, უკრაინა ყოველ ნაბიჯზე უარყოფს რუსიფიკაციას. ყველაფერი დაიწყო ნაცრისფერი ზონებით. ტრადიციული გაგებით ნაცრისფერი ზონა არის ნებისმიერი ტერიტორია, სადაც მტრულობა არსებობს, მაგრამ ეს მტრულობა იმ ზღვარს ქვემოთა, რაც ნამდვილი სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტისთვის არის საჭირო. იფიქრეთ იმ შეჭრებზე, რაც რუსულმა დრონებმა და გამანადგურებლებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნატოს საჰაერო სივრცეში განახორციელეს და მიხვდებით რაზეა საუბარი. მაგრამ უკრაინაში ნაცრისფერი ზონა ცოტა სხვანაირია. ეს არის რეგიონი, სადაც არც ერთ მხარეს არ აქვს ნამდვილი კონტროლი, თუმცა რუსეთი ხშირად ამტკიცებს, რომ მას აქვს. არსებობს კონფლიქტის ცალკეული კერები, მაგრამ მთელი იდეა, სულ მცირე რუსეთის პერსპექტივიდან, არის ბრძოლის ველის ბუნდოვანი სურათის შექმნა, რაც პუტინს აძლევს საშუალებას პროპაგანდისტული გამარჯვებები მოიპოვოს იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომლებსაც რუსეთი რეალურად არ აკონტროლებს. რუსეთი ქმნის ამ ნაცრისფერ ზონებს, როდესაც მცირე დანაყოფებს ჩუმად აგზავნის უკრაინის ფრონტის ხაზის მიღმა. როცა ისინი შიგნით შედიან, ეს დანაყოფები იწყებენ ხრას და ელოდებიან თითქოს და დახმარებას, მაგრამ ხშირად უბრალოდ გარდაუვალ სიკვდილს, რომელიც მაშინ მოვა, როცა ოფლაინის ძალები მათ მიაგნებენ. მაინც ამ ზონებში ქაოსი სუფევს და ისინი რუსეთს აძლევს შესაძლებლობას გაატაროს რუსიფიკაცია, ამტკიცოს, რომ უკრაინა ვერაფერს აკეთებს იმის შესაჩერებლად, რასაც პუტინი მთელ მსოფლიოს უჩვენებს, როგორც შეუჩერებელ წინსვლას. სიმართლესთან ამას არაფერი აქვს საერთო და უკრაინის დერუსიფიკაციის კამპანია სამხრეთ აღმოსავლეთში ამის იდეალური მაგალითია. ყველაფერი დაიწყო სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში ნაცრისფერი ზონების გაწმენდით, როგორც ევრომაიდან პრესმა 25 თებერვალს გაავრცელა. ოპერაცია დაახლოებით 4 კვირის წინ, თებერვლის დასაწყისში დაიწყო და უკრაინამ ძალიან სწრაფად და მნიშვნელოვანი მიზანი შეასრულა. რუსი შემოჭრილების მცირე კერების გაწმენდა. სტარლინკის გათიშვის ფონზე, რამაც რუსეთის ძალებში ქაოსი გამოიწვია, უკრაინამ სამხრეთ აღმოსავლეთის ნაცრისფერ ზონაში, რომელიც რუსულ და უკრაინულ ძალებს ყოფდა, საძიებო და განადგურების ჯგუფები გაგზავნა. დაახლოებით 30 კილომეტრზე, ანუ დაახლოებით 18,6 მილზე ვრცელდება უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ პოკროვსკას დასახლებიდან, დნიპროპეტროვსკის ოლქი, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ჰულიაპოლამდე, ზაპოროჟიეს ოლქი. ეს ნაცრისფერი ზონა რუსიფიკაციის საფრთხის წინაშე იდგა, თუ უკრაინა არაფერს გააკეთებდა. ამიტომ უკრაინამ დაიწყო შეტევა, მოძებნა და გაანადგურა მტერი და ახლა, როცა ნაცრისფერი ზონის კონტროლი დამყარდა, უკრაინამ მიზნები შეცვალა და აღარ ებრძვის მხოლოდ შემოპარულებს. უკრაინა დიდ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ სამუდამოდ გაათავისუფლოს სამხრეთ აღმოსავლეთი რუსეთის გავლენისგან. უკრაინა ებრუნებს დასახლებებსა და ტერიტორიებს, ბევრ დასახლებასა და ტერიტორიას. როდესაც ნაცრისფერი ზონა გაწმენდილია, შეტევა შეიძლება დაიწყოს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ რამდენიმე დასახლება დაიბრუნა, როგორც ამას მალე განვიხილავთ, ამ ყველაფერში მთავარი მოვლენაა სოფელი ტანოვა. ტანოვა მდებარეობს დნიპროპეტროვსკში, თუმცა ახლოსაა როგორც ზაპოროჟიეს, ასევე დონეცკის საზღვრებთან. ტანოვა ძალიან პატარაა, ომამდე მისი მოსახლეობა 300-ზე ოდნავ მეტი იყო. ეხლა უკრაინის ძალების წყალობით ის დერუსიფიკაციის სიმბოლოა. ეს იყო პირველი დასახლება, რომელიც უკრაინამ სამხრეთ აღმოსავლეთის კონტრშეტევისას დაიბრუნა და ის სოფელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ყველაფერს, რაც მას შემდეგ ვიხილეთ. ყველაფერი დაიწყო 21 თებერვალს. სწორედ მაშინ გამოაქვეყნა Thorkill 65X-ის ანგარიშმა, სურათები დააღწევა იმისა, რაც ტანოვაში მოხდა. უკრაინის 425 შეტევითი პოლკის მეორე ბატალიონის დანაყოფებმა დასახლებაში შეტევა დაიწვეს. იქ იყვნენ გამაგრებული, თუმცა მცირე რაოდენობით ენობით, რუსეთის 69 საფარის ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე კვირით ადრე აიღეს დასახლება კონტროლზე. უკრაინული შეტევა დიდხანს არ გაგრძელებულა, არც იყო საჭირო. მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები კომუნიკაციების მოშლის გამო უკვე ქაოსში იყვნენ, უკრაინამ რეკორდულ დროში დაასრულა ტანოვას დერუსიფიკაცია. და მას შემდეგ, რაც დასახლების კონტროლი მოიპოვა, უკრაინამ საფუძველი შექმნა უფრო ღრმა შეტევისთვის სამხრეთ აღმოსავლეთისკენ, სადაც დღის წესრიგში ბერეზოვას აღება დადგა. ტანოვა რუსეთისთვის ნიშანი იყო. როგორც ევრომაიდანის პრესი აღნიშნავს, უკრაინის მიერ ამ სოფლის აქტიური დაბრუნება იყო სიგნალი იმისა, რომ ნაცრისფერი ზონის გაწმენდის ოპერაცია ახალ ტიპის კამპანიად გადაიქცა. ერთ-ერთი რომის მიზანიც იქნება, უკრაინამ რაც შეიძლება მეტი დასახლებული პუნქტიდან გააძევოს რუსები სამხრეთ აღმოსავლეთში, რათა ეს ადგილები გათავისუფლდეს რუსეთის გავლენისგან და მოემზადოს პუტინის განახლებული რუსიფიკაციის კამპანიისთვის, რომის დაწყებაც გაზაფხულზეა ნავარაუდები.
დიდი დრო არ გასულა, რომ უკრაინამ დაიწყო უფრო ღრმად შეტევა. დაახლოებით იმავე დროს, როცა უკრაინის ძალებმა რუსები ტანოვადან გააძევეს, პრავდა იუცხებოდა, რომ უკრაინამ ოკუპანტები კალინივსკას დასახლების მახლობლადაც უკან დაახევინა. 24 თებერვლისთვის ტანოვას გათავისუფლების ამბის გავრცელებიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა სწრაფი შეტევებით, რომლებსაც რუსეთი ვერ შეაჩერებდა. რადიზნა, ანდრივკა, ნაჩაევკა, ოსტოპირსკა და ნოვა ზაპორიჟია ყველა უკრაინის ხელში დაბრუნდა. RBC უკრაინის ინფორმაციით 24 თებერვლამდე 2 კვირის განმავლობაში ამ დასახლებებში რუსების ყოფნის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ტანოვა შეიძლება პირველი გათავისუფლებული დასახლება იყო, რომლის შესახებაც შევიტყვეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ იყო პირველი დასახლება, რომელიც უკრაინამ გაწმინდა. აქ ჩვენ ხედავთ კამპანიას დასახლებების დერუსიფიკაციისთვის, რომელიც როგორც ჩანს დაიწყო ნაცრისფერი ზონის გაწმენდის ოპერაციასთან ერთად. და ბევრ შემთხვევაში ეს ლოგიკურია. რუსეთის დივერსანტები თავშესაფრად სწორედ დანგრეული დასახლებების ნანგრევებს აერჩევდნენ. ამ დივერსანტების გაწმენდით უკრაინა ასევე ათავისუფლებდა სოფლებსა და ქალაქებს, თანდათან ანადგურებდა რუსეთის გავლენას სამხრეთ-აღმოსავლეთში. თებერვლის 33-ისათვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სივსკი აცხადებდა, რომ უკრაინას უკვე გაათავისუფლებინა დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 154 კვადრატული მილი ტერიტორია. დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი. რამდენიმე წუთში დაუბრუნდები და აგიხსნით, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი. მაგრამ ახლა რუსეთისთვის ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. 4 თვიანი შეღწევის მცდელობა წყალში ჩაიყარა უკრაინის დერუსიფიკაციის კამპანიის 3 კვირაში. ასე ამბობს კლემან მილანი, რომელიც ფრანგი სამხედრო ანალიტიკოსია და მან შეადგინა რუკა თუ რას აკეთებდა უკრაინა 21 თებერვალს. სწორედ ინფორმაციის გავრცელების წინა დღეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მრავალი დასახლების გათავისუფლების შესახებ. მილანმა განაცხადა, რომ სატელიტური გამოსახულებებისა და უკრაინის მხრიდან რუსეთის პოზიციების დაბომბვის მკვეთრი ზრდის დადასტურების კომბინაციამ დაადასტურა, რომ გაწმენდითი ოპერაცია დერუსიფიკაციაში გადაიზარდა. მილანმა აღნიშნა, დევნოვას მიმართულებით დამატებით 3000 საარტილერიო დათმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი თავდაცვითი ხაზის უმეტეს ნაწილზე, რომელსაც ამ სექტორში 2022 წელს აკონტროლებდა. ანტიტანკური თხრილი, მავთულხვართები და დრაკონის კბილები უკრაინას დაუბრუნდა, რაც საფუძველს უქმნის გამაგრებებს, რომლებიც გაზაფხულზე რუსეთს გაარღვევენ. არტილერიისა და ავიადათმების რუკების გამოყენებით მილანმა აჩვენა, რომ უკრაინამ მართლაც მიაღწია წინსვლას და რომ რუსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთში უკან დახევაშია. რუსეთის არტილერიის დარტყმები პრაქტიკულად შეწყდა, რაც ნათელი ნიშანია იმისა, რომ იმ დასახლებებში განთავსებული ძალები, რომლებიც უკრაინამ გაათავისუფლა, აღარ არიან სროლის რადიუსში. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ისინი უკან დაიხიეს და უკრაინა კვლავ აგრძელებს სროლას. ეს სიტუაცია ძირითადად უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთმა 3 კვირის განმავლობაში დაკარგა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში ხაზებს მიღმა შეღწევები, ამბობს მილანი და ამატებს. ეს დროს მოუტანს პაკროვსკის თავდაცვების გაძლიერებას, ასევე H15 ავტომაგისტრალს, რომელიც ზაპორიჟიაში მიდის. მილანი თავის ანგარის შესრულებს მტკიცებით, რომ კიდევ მეტი მოვა. მოხერხებული რუკის გამოყენებით ის ხაზავს თეთრ ხაზს, რომელიც აჩვენებს, რამდენად ღრმად მიიჩნევს, რომ უკრაინა შეაღწევს, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთს რუსული გავლენისგან გაწმენს. ეს თეთრი ხაზი უკვე სავსეა მავთულხვართებით, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის მიზანი ახლა იქნება სრული კონტროლის მოპოვება ამ ხაზზე, რათა შეძლოს როგორც თავდაცვების გაფართოება, ასევე ნაცრისფერი ზონის კიდევ უფრო ღრმად შეტანა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი თავშად მიიჩნევდა. ეს უკრაინის ჩვეულებრივი კონტრშეტევა არ არის. ეს არის ბრძოლის ველის მასშტაბური გადახალისება, რომელიც დიდწილად მოხდა იმის გამო, რომ რუსეთის არმიაში კომუნიკაციის ჩავარდნა. სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჯერ აგაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა ამისთვის. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის დერუსიფიკაციის კამპანია დაიწყო თებერვლის დასაწყისში, რადგან სწორედ მაშინ ელონ მასკმა და SpaceX-მა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რაიმე ეღონათ იმ უკანონო Starlink-ის ტერმინალების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი იყენებდა თავისი შეტევების კოორდინაციისთვის. Euromaidan პრესის ცნობით, ეს კონტრაბანდული ტერმინალები გამოიყენებოდა მთელ 700 მილიან ფრონტის ხაზზე და რუსეთი მათ იყენებდა თავისი დანაყოფების კოორდინაციისა და დრონებით დარტყმების განსახორციელებლად. ეს ყველაფერი გაქრა მას შემდეგ, რაც Starlink-ი გათიშეს. და რაც კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა, რამდენიმე დღის შემდეგ თავად პუტინმა გადაწყვიტა, რომ კარგი იდეა იქნებოდა სოციალური მედიის აპლიკაცია Telegram-ზე წვდომის შეზღუდვა. საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად პუტინმა თავისი ჯარისკაცები იმ ერთადერთი საკომუნიკაციო არხიდანაც კი ჩამოაშორა, რომელსაც შეეძლო, რომ Starlink-ის დაკარგვით წარმოქმნილი სიცარიელის ნაწილი მაინც შეევსო. რუსეთის სამხედრო ძალა მაშინაც და ახლაც სრულ ქალქალშია. სარდლობის ცენტრებში შეტევების კოორდინაცია ვეღარ შეეძლოთ. მათ, ვინც ნაცრისფერ ზონებში იყვნენ შეღწეული, კავშირი დაეკარგათ თავიანთი მხარდაჭერის ჯგუფებთან. რუსეთის შეტევითი დანაყოფები დაიკარგნენ და შეშინდნენ. ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ, იყო ლოდინი იმ იმედით, რომ დახმარება მოვიდოდა, როცა უკრაინის დრონების ხმა სულ უფრო ახლოს ესმოდათ. Starlink-ის გარეშე რუსეთის მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზი დაინგრა და უკრაინამ სრულად ისარგებლა ამით. 8 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია და ეს რიცხვი იზრდება. დაკავებული მიწები დაბრუნებულია, შეიძლება დაიწყოს დერუსიფიკაცია. თუ ეს ჭადრაკის თამაში იქნებოდა, პუტინის გადაწყვეტილება Starlink-ის დაკარგვის შემდეგ Telegram-ის წართმევა, იგივე იქნებოდა როგორც დედოფლის აღება და უბრალოდ გადაგდება გდება. მეფე ახლა გახსნილია, დაკარგული და კუთხეში მოქცეული, რადგან უკრაინის ფიგურები წინ მიიწევენ.
არსებობს ძველი ხუმრობა, რომ არასოდეს უნდა ითამაშო ჭადრაგი მტრედთან. რატომ? იმიტომ რომ მტრედი ყველა ფიგურას დაფიდან გადაკრის, ზედ მოისაქმებს და შემდეგ სიამაყედ გაივლის თითქოს მოიგო. ვლადიმერ პუტინმა როგორც ჩანს, ეს ხუმრობა პირდაპირ რჩევის სახით მიიღო თავისი სტრატეგიის განსაზღვრისას. ახლა მისი ჯარისკაცები და გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში იღუპება ამის შედეგად. რასაც აქ ვამბობთ არის ის, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის ცუდი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა, როცა ომში ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მიიღო. და ახლა რასაც სამხრეთ-აღმოსავლეთში ვხედავთ, სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგია. ადრე გთხოვეთ გახსოვდეთ სირსკის კომენტარი იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთიდან 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. მიზეზი ისაა, რომ ეს რიცხვი განსაკუთრებულია. მაშინ, როცა რუსი ჯარები თავქუდმოგლეჯილებით დარბიან, უკრაინის დერუსიფიკაციის კამპანიამ სამხრეთ-აღმოსავლეთში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებები მოიტანა 2024 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა უკრაინის ძალებმა კონტრშეტევა დაიცლეს რუსეთის კურსკის რეგიონში. ევრომაიდან პრესი ამას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ შეგვიძლია გავაერთიანოთ სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინის მიერ დაბრუნებული ტერიტორიები დეკემბრის ბოლოს კოპიანსკში გათავისუფლებულ ტერიტორიებთან, რაც მთლიანობაში რუსეთის ჯარებისთვის 2026 წლის საშინელი დასაწყისია. ის, რასაც პუტინი უსაფრთხოდ თვლიდა, ახლა უკრაინის ხელშია და არ ჩანს, რომ რუსეთი შეძლებს უახლოეს მომავალში დაიბრუნოს ის, რაც უკრაინამ გაათავისუფლა. ეს არის დერუსიფიკაციის მთავარი აზრი და ვიდეოს ბოლოს გამერხილავთ სხვა მრავალ რამესაც, რასაც უკრაინა აკეთებს, რათა რუსეთის გავლენისგან გათავისუფლდეს ბრძოლის ველის მიღმაც. პირველ რიგში ღირს ყურადღება გავამახვილოთ კოპიანსკში მომხდარზე, რადგან ეს ქალაქი გარკვეულწილად წინამორბედი იყო იმ კამპანიისა, რომელიც უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთში დაიწყო. 2025 წლის ნოემბერში რუსეთმა თამამად განაცხადა, რომ კოპიანსკი აიღო. იგივე განცხადება მან დეკემბრის შუა რიცხვებშიც გაიმეორა. და ამას თამამ განცხადებად ვახასიათებთ, რადგან რუსეთს კოპიანსკი რეალურად არ ჰქონდა აღებული. ქალაქი თითქმის რუსეთის ხელში აღმოჩნდა იმ შეღწევის სტრატეგიის გამო, რომელიც ადრე ვახსენეთ, მაგრამ უკრაინას ის დეკემბერში ნამდვილად არ დაუკარგავს. პირიქითაც კი იყო. უკრაინის ძალები აქტიურად ასუფთავებდნენ ქალაქს რუსეთის ჯარისკაცებისგან, მაშინ როცა პუტინი და მისი გარემოცვა კოპიანსკზე კონტროლს ამაღად აცხადებდნენ. დეკემბრის პირველისთვის უკრაინამ კოპიანსკში, რომელიც ხარკოვის რეგიონშია, რუსეთის ნარატივი გაანადგურა. ქალაქი რუსეთის ხელში გადასვლას კი არ ემუქრებოდა, არამედ ფაქტობრივად უკრაინამ გაათავისუფლა. იმავე დეკემბრის პერიოდში, როცა რუსეთი აცხადებდა, რომ კონტროლი დაამყარა, უკრაინის ძალები ქალაქის 90% აკონტროლებდნენ. მას შემდეგ უკრაინამ კოპიანსკის მიმართულებით წინსვლა განაგრძო. ევრომაიდან პრესის მიხედვით, უკრაინის ძალებმა დეკემბრის 11-დან 25-მდე კოპიანსკის მიმართულებით მინიმუმ 183 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 70.6 კვადრატული მილი დაიბრუნეს, რაც ემატება იმ ტერიტორიებს, რომლებიც თებერვალში სამხრეთ-აღმოსავლეთში გაათავისუფლეს. თუ კოპიანსკის გათავისუფლება დერუსიფიკაციის თვალსაზრისით სიმბოლური იყო, როგორც ეს მაშინ გამოჩნდა, როცა უკრაინამ ქალაქის ცენტრში ქვეყნის დროშა აღმართა და ამით თავისი მიღწევა ხაზგასმით აღნიშნა. სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინის მოქმედებები იმდენად პრაქტიკულ მიზანს ემსახურება, რამდენადაც სიმბოლურს. უკრაინა რაღაცისთვის ემზადებება. 9 თებერვალს კიევ პოსტმა განაცხადა, რომ როგორც უკრაინელი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ რუსეთი ცდილობს სტრატეგიული რეზერვების დაგროვებას, რათა ისინი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის გამოიყენოს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. ამ შეტევის ნაწილი დონეცკზე იქნება კონცენტრირებული, სადაც რუსეთი ცდილობს პოკროვსკს გასცდეს და ციხესიმაგრეების ხაზისკენ დაიძრას. თუმცა რუსეთი ასევე გაგზავნის ჯარებს, სავარაუდოდ დამხმარე შეტევის ფარგლებში ზაფხულში, ზაპორიჟიასა და ოროხივის მთავარ ქალაქების მიმართულებით. ეს დამხმარე ძალები შეიძლება იმ მიმართულებით დაიძრან, რათა უკრაინა დონეცკიდან გადაეტანოს. თუმცა პუტინი ასევე ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ მისი ჯარები ამ ორ ქალაქსაც დაიკავებენ. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის დერუსიფიკაციის კამპანია ამ ცოდნის ფონზე სხვა სახეს იღებს. როგორც ევრომაიდან პრესი არნიშნავს, რუს ჯარებს, რომლებიც 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის შეტევისთვის ემზადებოდნენ, ახლა ჯერ თავდაცვითი პოზიციების აღდგენა მოუწევთ, შემდეგ კი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ხოლო ამის შემდეგ შეძლებენ ისინი დაგეგმილი ოპერაციების დაწყებას გაზაფხულზე ან ზაფხულში. რაც უკრაინა მოახერხა, გარდა იმისა, რომ თავისი სამხრეთ-აღმოსავლეთის მინიმუმ 8 დასახლება რუსეთის გავლენისგან გაათავისუფლა, არის ის, რომ რუსეთს თავისი სტრატეგიის სერიოზული გადახედვა აიძულა. სანამ რაიმე შეტევას წამოიწყებენ, რათა უკრაინის ძალები დონეცკიდან გადაიტანონ, რუსეთს ჯერ კიდევ მოუწევს მეტი ჯარისკაცის შეყვანა უკრაინის თავდაცვით ხაზებზე მხოლოდ იმისთვის, რომ დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც 4 თვის განმავლობაში თებერვლამდე ჰქონდა მოპოვებული. და გახსოვდეთ, უკრაინა აძლიერებს თავის თავდაცვას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ის ქმნის განადგურების ზონებს, სავსეს დრონებით, ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვით და საარტილერიო ჩასაფრებების წერტილებით, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს ბევრად მეტი ძალისხმევა დასჭირდება იმის დასაბუნებლად, რაც უკრაინამ გაათავისუფლა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ დასჭირდა. შეიძლება რუსეთი გეგმავდეს უკრაინის ყურადღების გადატანას გაზაფხულის შეტევით სამხრეთ-აღმოსავლეთში, მაგრამ რეალობა შეიძლება ის იყოს, რომ პუტინს მოუწევს იმ რეზერვების გაწირვა, რომლებიც დონეცკში გამოყენებას აპირებდა, მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთი ისევ იმ პოზიციაზე დააბრუნოს, რომელზეც იანვარში იყო. რაც სამხრეთ-აღმოსავლეთში ვიხილეთ არის დერუსიფიკაციის პროცესი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო, უბრალოდ ისეთი სისწრაფით დაჩქარდა, როგორსაც პუტინი არასდროს ელოდა.
როგორც Le Monde იუწყება, უკრაინა ცდილობდა რუსეთის დარჩენილი გავლენისგან გათავისუფლებას ბევრად ადრე, ვიდრე პუტინის სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა. გამოცემის თქმით, ეს კამპანია დაიწყო 2014 წლის მაიდანის რევოლუციით და პუტინის ძალების 2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ ნიშნულოვნად დაჩქარდა. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი გათავისუფლებული დასახლება უკრაინის დერუსიფიკაციის სურვილის ხელშესახების საბრძოლო ვლინებაა, ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ ხდება, რაც გვაჩვენებს როგორ ქმნის ის ახალ იდენტობას, რომელიც საბოლოოდ გაათავისუფლებს მას იმ საბჭოთა ვორკილებისგან, რომლებიც ასე დიდხანს აკავებდა. Chatham House-ი დამატებით ინფორმაციას გვაწვდის და აღნიშნავს, რომ მაიდანის რევოლუციასა და პუტინის შეჭრას შორის პერიოდში უკრაინამ საინტერესო პროგრესი აჩვენა. გამოცემის თქმით, უკრაინა თანმიმდევრულად ამყარებდა თავის სუვერენიტეტს განათლების, ენის, მედიისა და რელიგიის სფეროებში, ხოლო ორი მნიშვნელოვანი მიღწევა 2019 წელს დაფიქსირდა. ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ აღადგინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა რუსეთისგან. ასევე ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც ავალდებულებს უკრაინული ენის გამოყენებას ყველა საგანმანათლებლო, მედიისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში. ამ ქმედებებიდან თითოეულმა პუტინზე ძლიერი გავლენა მოახდინა. რუსეთის ლიდერმა იგრძნო, რომ მისი გავლენა იკლებდა და ეს სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მან თავდაპირველად დაიწყო შეჭრა. მაგრამ პუტინმა 4 წლის ომის განმავლობაში რეალურად მხოლოდ ის მოახერხა, რომ კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინელების სურვილი ნამდვილი სუვერენიტეტისკენ. ყოველი მიწის ნაკვეთი, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, მათ შორის ის ტერიტორიებიც, რომლებიც ახლახან დაიბრუნა სამხრეთ აღმოსავლეთში, პუტინს ახსენებს, რომ უკრაინას არ უნდა რუსეთი თავის ქვეყანაში. სიმბოლურ ფრონტზეც კი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა ცდილობს გაათავისუფლოს თავისი ქვეყანა რუსეთის გავლენისგან. მაშინაც კი, როცა პუტინი კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცს აგზავნის სიკვდილზე უკრაინის თავდაცვასთან ბრძოლაში. მაგალითად, 2025 წლის ოქტომბერში უკრაინაში გაჩნდა ინიციატივა, რომ მოეშორებინათ კოპეკა, რომელიც რუსეთის ვალუტის ერთ-ერთი მონეტაა და ჯერ კიდევ მიმოქცევაშია უკრაინაში. როგორც ანდრეი პიშნიმ, რომელიც უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელია, იმ დროს თქვა, კოპეკა არის მოსკოვის ნაწილი, რომელიც ჩვენს ჯიბეებში, ჩვენს ფასის ნიშნებზე და რაც მთავარია, ჩვენს გონებას შერჩება. ეს არის ნამდვილი უკრაინა. პუტინი შეიძლება ეცადოს ამის უარყოფას, შეიძლება ეცადოს უთხრას ყველას, ვინც მოусმენს, რომ უკრაინაში უმეტესობა რუსეთით კონტროლს ისურვებდა. მაგრამ ისევ და ისევ, უკრაინის ხალხი, როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ პუტინი ცდება. თუ უკრაინას რუსიფიკაცია სურდა, 4 წელი არ იბრძოლებდა მთელი ძალით, რომ რუსეთი შეეჩერებინა. და ახლა, როცა უკრაინა ათავისუფლებს უფრო მეტ ტერიტორიას, ვიდრე წლების განმავლობაში მოახერხა, ჩვენ ხედავთ, რომ ბრძოლა პუტინის გავლენის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე ადადის, დაწყებულია სრული დერუსიფიკაციის ოპერაცია. და ეს ნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთს უფრო ძლიერად ებრძვის, ვიდრე ოდესმე. ირონიულად, უკრაინას დერუსიფიკაციის ბრძოლაში შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი წყაროდან, თავად პუტინისგან, დახმარება ირებდეს. როდესაც უკრაინა საკუთარ მიწაზე რუსულ გავლენას არ მოფხრის, პუტინის უკრაინის ომზე კონცენტრირება აიძულებს მას ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც თავად რუსეთის ჩიდენტობას ანადგურებს. ხოდ ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ რუსეთთან გამარჯვებაზე მიაღწია. უკრაინელები იბრუნებენ საკუთარ მიწებს და ანადგურებენ რუსულ ძალებს, რითაც დიდ ტერიტორიებს იბრუნებენ. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. უკრაინა გადაიქცა ძლიერ საბრძოლო ძალად, რომელიც ინოვაციას ბრწყინვალე ტაქტიკასთან აერთიანებს, რის შედეგადაც ფრონტის ხაზის მნიშვნელოვან სექტორებში გათავისუფლებები ხდება და რუსეთი შეჩერებულია. უკრაინის შეიარარებული ძალების მთავარ სარდალმა ოლექსანდრ სივსკიმ დეტალები გაავრცელა Facebook-ის პოსტში 15 აპრილს და აღნიშნა, რომ რუსეთმა გაზაფხულის შეტევის ფარგლებში უფრო ინტენსიური იერიშები დაიწყო. სივსკიმ დეტალურად აღწერა, როგორ პასუხობს უკრაინა და რას ნიშნავს ეს პასუხი რუსეთისთვის. ჩვენ უნდა ხელში ავიღოთ სტრატეგიული ინიციატივა. ამიტომ ვატარებთ აქტიურ თავდაცვას, განაცხადა სივსკიმ, სანამ ცუდ ამბავს აცნობებდა პუტინს. ამის წყალობით, მარტში ჩვენს ჯარებმა თითქმის 50 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს, რომელიც მტერს ჰქონდა ოკუპირებული. ეს მიღწევები უკავშირდება კონტრშეტევით მოქმედებათა სერიას, რომლებმაც რუსეთი მოუმზადებელი დახვდა, რადგან უკრაინა კონცენტრირებულია იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომელზეც რუსეთს მხოლოდ სუსტი კონტროლი ჰქონდა თავისი ინფილტრაციის სტრატეგიით. პუტინის გეგმები უკუ შედეგით დასრულდა. მას ეგონა, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობას გამოიყენებდა და ჯარისკაცის შემდეგ შეიყვანა, რათა ოკუპირებული სექტორები ნაცრისფერ ზონებად ექცია. პუტინის შეცდა. უკრაინა ძლიერად დაბრუნდა და წარმატებებს აღწევს მაშინაც კი, როცა რუსეთი ცდილობს გაზაფხულის შეტევის დროს ზეწოლა გააძლიეროს. რუსეთისთვის საქმე ასე ცუდად არ იქნებოდა, რომ უკრაინა ამ წარმატებებს რუსეთის მრავალთვიანი წინსვლის შემდეგ აღწევდეს. მაგრამ ასე არ არის. ბოლო 50 კვადრატული კილომეტრი, ანუ 19.3 კვადრატული მილის ტერიტორიის გათავისუფლება მოხდა თვეს, როდესაც უკრაინამ კიდევ უფრო მეტი მიწა დაიბრუნა. მას შემდეგ, რაც სამხრეთში რამდენიმე კონტრშეტევა დაიწყო, უკრაინამ 20 თებერვლისთვის დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 115 კვადრატული მილი დაიბრუნა. მარტის ბოლოსთვის სირსკი აცხადებდა, რომ უკრაინამ რუსეთიდან დაახლოებით 450 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 185 კვადრატული მილი დაიბრუნა კონტრშეტევის შედეგად, რომელიც თავიდან მასშტაბურად ჩანდა. ასე არ არის.
რასაც უკრაინა აკეთებს არის უკიდურესად სტრატეგიული და კონცენტრირებულია რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორზე, როგორც თავად ნახავთ თუ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ. თავარი აქ ისაა, რომ უკრაინამ პუტინის ძალების წინააღმდეგ ზედიზედ რამდენიმე თვე მნიშვნელოვანი წარმატებები აჩვენა. მარტში კი ტერიტორიების დაბრუნებასთან ახლდა რუსეთისთვის წარმოუდგენლად მძიმე დანაკარგები. ალ-ჯაზირა იუწყება, რომ მარტში რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოწვეული დადასტურებული დანაკარგების ახალი რეკორდული მაჩვენებელი განიცადა. უკრაინა აცხადებს, რომ ეს გაუმჯობესებულმა დრონების წარმოებამ შესაძლებელი გახადა. ეს უფრო რთულია, მაგრამ მთავარი ციფრი მარტივია. 35351 რუსი მოკვდა ან დაიჯრა უკრაინაში იმავე თვეში, როდესაც უკრაინამ თავისი ტერიტორიის 50 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. დაკარგულთა ეს მაჩვენებელი 29%-ით მეტია თებერვლის მაჩვენებელზე, რაც გვაჩვენებს, რომ რაღაც იცვლება უკრაინაში. საქმე აღარ ეხება მხოლოდ პოზიციების შენარჩუნებას. უკრაინა წინ მიიწევს აქტიური თავდაცვით, რომელიც უფრო მეტ რუსს კლავს ვიდრე ოდესმე. პუტინის პრობლემებს ამძაფრებს ისიც, რომ რუსეთის რეკრუტირების მაჩვენებელი ვერ ეწევა 2026 წლის დანაკარგების ტემპს. რუსეთი გეგმავს წლის ბოლომდე 409,000 ჯარისკაცის რეკრუტირებას. ამ რაოდენობას ახლოსაც ვერ უახლოვდება. ამჟამად რუსეთს ყოველდღიური რეკრუტირების საშუალო მაჩვენებელი 1120 ყავს, რაც ალ-ჯაზირას თქმით საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ 2026 წლის ბოლოს მიზანთან შედარებით 65,000 ჯარისკაცით ნაკლები ეყოლება. ეს ნიშნავს, რომ ფრონტზე ნაკლები ჯარისკაცი ჩაერთვება და როდესაც რუსეთს ნაკლები ჯარისკაცი ჰყავს ოკუპირებული ტერიტორიის დასაცავად, უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი კონტრშეტევის შესაძლებლობა ჩნდება. ის რაც მარტში ვიხილეთ უკვე შთამბეჭდავია, მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ ბევრად უფრო დიდი პროცესის დასაწყისი იყოს, რადგან რუსეთის ცოცხალი ძალის პრობლემები 2026 წელს კიდევ უფრო გამწვავდება. ასე რომ, რუსეთი რეკრუტირების პრობლემებს, რეკორდულ დანაკარგებს და უკრაინის მიერ დიდი ტერიტორიების დაბრუნებას ებრძვის. შეიძლება პუტინისთვის კიდევ უფრო გაუარესდეს სიტუაცია. მოკლე პასუხია, დიახ. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა რუსეთი იწვევს დიდ გაზაფხულის შეტევას, რომელიც უნდა დასრულდეს დონბასის დაცემით და რუსეთის მიერ უკრაინის დიდი ტერიტორიების მიტაცებით. ამ გაზაფხულის შეტევის დაწყების შედეგად შეტევები მთელ ფრონტზე გაძლიერდა. რუსეთი აგზავნის ჯარისკაცების ტალღებს კონსტანტინივკის, ლიმანის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით და დონეცკის ციხესიმაგრე ქალაქების ხაზიკების ხაზისკენ, რადგან მისდევს ერთადერთ სტრატეგიას, რაც პუტინს ოდესმე ჰქონია. ისროლოს საზარბაზნე ხორცი თავდაცვაზე, მანამ სანამ უკრაინა არ გათხვდება. მძიმე ბრძოლები ასევე დაფიქსირდა ოლექსანდრივკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე, რომელთაგანაც პოკროვსკი ის ქალაქია, რომელიც რუსეთს დეკემბრიდან მოყოლებული აღებულადავს გამოცხადებული. ძირითადი ლოგიკა კარნახობს, რომ მეტი შეტევა უნდა ნიშნავდეს რუსეთის მიერ მეტი ტერიტორიის დაკავებას, მაგრამ ასე არ ხდება. რაც ჩვენ რეალურად ვხედავთ ფრონტის ხაზზე, ეს არის რუსეთის წინსვლის ტემპის მკვეთრი შენელება. Business Insider ამაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პუტინის ძალები 2025 წლის მარტში თრეში დაახლოებით 12.9 კვადრატული კილომეტრის, ან 5 კვადრატული მილის სიჩქარით მიიწევდნენ წინ. ერთი წლის შემდეგ კი წინსვლის ტემპი შედარებით მცირეა. თრეში მხოლოდ 2.58 ასეული კვადრატული კილომეტრი, ანუ 1 კვადრატული მილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის წინსვლის ტემპი მხოლოდ 1 წელიწადში 5 ჯერ შემცირდა. და რომ კიდევ უფრო დაანძიმოს რუსეთის მდგომარეობა, უკრაინამ მკვეთრი პასუხი გასცა. უკრაინამ ხელიდან გამოგლიჯა ინიციატივა და დღეში 4.66 ასეული კვადრატული კილომეტრის, ანუ 1.8 კვადრატული მილის წინსვლას მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ მეტია ვიდრე რუსეთი ახერხებს. ეს ყველაფერი რუსეთისთვის ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს. გაზაფხულის შეტევის დაწვება სრული მარცხით დასრულდა. ფრანც 24-ის მიხედვით ომის კვლევის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს შეფასებამ, საბოლოო წერტილი დაუსვა რუსეთის 2026 წლის მარტის კამპანიას. როდესაც უკრაინის წინსვლებს რუსეთის წინსვლებთან ვადარებთ, მარტი არის პირველი თვე 2 წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც რუსეთის მიღწევები 0-ს გაუტოლდა. უკრაინა უსწრებს რუსეთს. ზუსტად იმ თვეში, რომელიც რუსეთის გამარჯვების მარშის დასაწყისად იყო ჩაფიქრებული, უკრაინა უკეთეს და უფრო ეფექტურ შეტევას ახორციელებს, რითაც პუტინს სირცხულს აყენებს. ეს არა მხოლოდ დამანცირებელია პუტინისთვის, არამედ სრული კატასტროფაა, რომელიც უნდა აჩვენებდეს მას, რამდენად ცუდად მუშაობს მისი სტრატეგია. პრობლემაზე ხალხის გადაკრა მანამ სანამ ის არ გაქრება, იმ 21 საუკუნის ბრძოლის ველზე, რომელიც უკრაინამ შექმნა. რაც ახლა ხდება არის ის, რომ სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ იწყებს შეცვლას და სწორედ ასე ხდება ეს. ცხადი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს უკრაინა ამ ყველაფერს რუსეთის არმიის წინააღმდეგ, რომელსაც რიცხობრივი უპირატესობა აქვს, არის დრონები. შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი დრონების დამსახურებაა და ამით დავამთავროთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად უფრო რთულია. მაინც, დრონები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. გახსოვთ ის მარტის დანაკარგების სტატისტიკა, რომელიც ადრე გაგიზიარეთ. 35,351 რუსი ჯარისკაცი მოკლული ან დაჭრილი. Euromaidan პრესის მიხედვით, ამ დანაკარგების 96% წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა დრონების მიერ იყო გამოწვეული. უკრაინის საფრენი და სახმელეთო რობოტები სერიოზულ ზიანს ატენებენ რუსეთის გაზაფხულის შეტევას, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პოზიციები იმ რეგიონებში, რომლებზეც პუტინი ამახვილებს ყურადღებას, მაშინ როცა სხვაგან წინ მიიწევს.
საინტერესოა, რომ უკრაინის დრონების უპირატესობა კიდევ უფრო ძლიერდება. 2026 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120,000-ზე მეტ დრონს გაუგზავნის, რაც დაემატება იმ მილიონობით დრონს, რომელსაც უკრაინა თავად აწარმოებს. ომის შორი მოქმედების დრონებთან დაკავშირებული მიმართულებაც რუსეთისთვის უკეთ არ ვითარდება. დიდი ხნის განმავლობაში იმ სფეროში, სადაც რუსეთს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, შორმანძილზე მოქმედი დრონები გამოიყენებოდა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე ზიანის მისაღებად. კიდევ ერთხელ, რაოდენობა იყო მთავარი, როგორც პუტინისთვის სახმელეთო ომშიც იყო. თუმცა მარტი ამ მიმართულებით კიდევ ერთ გარდატეხას წარმოადგენდა. ABC News იუწყება, რომ მარტი იყო პირველი თვე მთელი ომის განმავლობაში, როდესაც უკრაინამ რუსეთზე უფრო მეტი შორმანძილზე მოქმედი დრონი გაუშვა, ვიდრე რუსეთმა უკრაინაზე. სხვაობა მნიშვნელოვანია. 7,347 უკრაინული დრონი, 6,462 რუსულ დრონთან შედარებით. და რომ პუტინისთვის საქმე კიდევ უფრო გაუარესდეს, უკრაინის ახალი თაობის ჩამჭერი დრონები, რომლებიც შაჰიდებს ძალიან იაფად ანადგურებენ, უკრაინას დაეხმარა მარტში რუსული დრონების თითქმის 90%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი მიიღო. რუსეთი უკრაინაზე ნაკლებ დრონს უშვებს და ამ დრონებით ნაკლებ წარმატებას აღწევს ვიდრე ბოლო თვეებში. და ეს ნიშნავს, რომ მარი პუტინისთვის კატასტროფული იყო არა მხოლოდ ბრძოლის ველზე. უკრაინის მზარდი ყურადღება ღრმა დარტყმებზე ნიშნავს, რომ ის შიგნიდან ანადგურებს რუსეთის საომარ მანქანას. მხოლოდ რუსეთის შიგნით უკრაინის დრონებმა 66 ობიექტს დაარტყეს, მათ შორის 15 ნავთობგადამამუშავებელ ობიექტს, რომლებიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ სექტორს ეკუთვნის. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთი ფრონტზე დასუსტდეს. იქნება ეს რუსეთის სამხედრო რესურსების, მაგალითად საწარმოო ობიექტების განადგურებით, თუ იმ საწვავის წართმევით, რომელსაც რუსეთი თავის ჯარს აწვდის და სხვა ქვეყნებს მოგებით ყიდის. ამიტომ დრონებმა მარტში უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მაგრამ ალბათ ეს უკვე იცოდით. როცა საუბარია იმაზე, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ რაიმე გამორჩეული რუსეთის წინააღმდეგ, დრონები როგორც წესი ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც ახლა ხამთქვით, ერთ-ერთი მიზეზი. დრონების შეტევის მიღმა კულისებში კიდევ ბევრი რამ ხდება, რამაც უკრაინას საშუალება მისცა რუსეთის წინააღმდეგ დიდი წარმატები მიეღო. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, კიდევ ბევრია მსგავსი. თუ თქვენთვის ღირებულია მილიტარი შოუ, დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ. CSK-ის სიტყვებში იყო რაღაც ისეთი, რაც თქვენს ყურადღებას უნდა მიეპყრო 50 კვადრატული კილომეტრის განცხადების გარდა. CSK-მ გამოიტანა სიტყვები აქტიური თავდაცვა და ეს ტერმინი ბევრად მეც ნიშნავს ვიდრე ბევრს გონია. CSK-მ თავად მოგცა გარკვეული მინიშნებები თუ რატომ, როცა თქვა, ჩვენ უპირისპირდებით რუსულ რაოდენობას უკრაინული საბრძოლო ოპერაციების ხარისხით. ვაიძულებთ მტევს ითამაშოს ჩვენი წესებით და მუდმივად ვაუგრძელებთ დავალებების შესრულების ვადებს. ის ამატებს, რომ უკრაინა იყენებს დარტყმებს რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სამრეწველო კომპლექსებზე, როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეამციროს რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმაც ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინამ უნდა აიღოს ინიციატივა და 2026 წელს უფრო ადრე გადავიდეს შეტევაზე. უკვე იანვარში ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს ყურადღება გაამახვილოს რუსეთის დაღუპულთა რაოდენობის გაზრდაზე, რადგან მან რუსეთისთვის თვეში 50,000 გამოუსწორებელი დანაკარგის მიზანი დაასახა. ეს უკრაინის სამხედრო ძალებში სისტემურ რეფორმებთან ერთად გამოიწვევდა სიტუაციას, სადაც უკრაინა შეძლებდა ინიციატივის აღებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამას ვხედავთ ახლა ბრძოლის ველზე. მაგრამ ინიციატივის აღება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა დაიწყებს მასშტაბურ კონტრშეტევას ფრონტის ხაზზე, რომელიც ახლა 1200 კილომეტრზე, ანუ დაახლოებით 745 მილზეა გადაჭიმული. უკრაინა ამაზე ბევრად გონივრულად მოქმედებს. მიზეზი, რის გამოც უკრაინამ წარმატებებს მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ როგორც მარტში, ასევე თებერვალში, ისაა, რომ უკრაინამ სექტორული მიდგომა აირჩია თავისი კონტრშეტევის სტრატეგიაში. ომის შემსავლელი ინსტიტუტის ჯორჯ ბაროსი Business Insider-ს ეუბნება, რომ ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის გარემოებებზე დამოკიდებული. ამის მიზეზები არსებობს. როდესაც აღწერს თუ როგორ ასუსტებდა უკრაინა რუსეთის თავდაცვას მნიშვნელოვან სექტორებში რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა შეექმნა საფუძველი იმ კონტრშეტევებისთვის, რასაც დღეს ვხედავთ. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინამ წარსული შეცდომებისგან ისწავლა. მან უკვე წამოიწყო კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ 2023 წელს. ის კონტრშეტევა საბოლოოდ რამდენიმე მიზეზის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი იყო ის, რომ უკრაინამ ძალები ზედმეტად გაანაწილა. უკრაინა ახლა ამ შეცდომას აღარ უშვებს. ამის ნაცვლად ის აკვირდება იმ ადგილებს, სადაც რუსეთი ზედმეტად არის გაბნეული და იქვე უპირისპირდება. იდეა მარტივია. რუსეთის ინფილტრაციის სტრატეგიამ, რომელსაც ის 2025 წლის უმეტეს ნაწილში იყენებდა, მისცა მას შესაძლებლობა ტერიტორიაზე პრეტენზია განეცხადებინა, მაშინაც კი როცა მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცი შეიყვანა იქ. ეს მცირე თავდაცვითი ჯგუფებია ის, რასაც უკრაინა ახლა ესხმის თავს და შედეგები აშკარად ჩანს. სადაც რუსეთი სუსტია, უკრაინა უპებს და ამ შეტევებს იწყებს მაშინ, როცა მტკიცე თავდაცვას ინარჩუნებს იმ რეგიონებში, რომელთა აღებაც რუსეთს ნამდვილად სურს. ეს თავდაცვა დიდ დანაკარგებს აყენებს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს რუსეთს, რადგან პუტინი იძულებულია გადაადგილოს ჯარები ბრძოლის ველზე მანამ, სანამ მზად იქნება. ეს მოულოდნელი გადაადგილებები კიდევ უფრო ასუსტებს რუსეთს და უკრაინას, მეც შესაძლებლობას აძლევს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ოლექსანდრიუკა, სადაც ახლა რუსეთი ცდილობს შეტევების განხორციელებას, ერთ-ერთი ასეთი სექტორი იყო.
დნიპროპეტროვსკი კიდევ ერთი მაგალითია, როგორც Business Insider აღნიშნავს. და კიდე მანამდე, სანამ 2026 წელს უკრაინის კონტრშეტევების შესახებ გავიგებდით, ის უკვე გვაძლევდა მინიშნებებს, თუ რა ტიპის სტრატეგიას გამოიყენებდა. ხარკივის ოლქში მდებარე კუპიანსკისკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ დეკემბრის ბოლოს გაანადგურა რუსეთის მცდელობა დაეკავებინა. ამან მოგცა ადრეული წარმოდგენა იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ახლა უკრაინა მისდევს. უკრაინა აძლევს რუსეთს საშუალებას აიღოს ტერიტორია სტრატეგიულად უმნიშვნელო ადგილებში, ხოლო თავად კონცენტრირდება იმ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, რომელთა დაბრუნებაც რეალურად ზემოქმედებს რუსეთის გრძელვადიან გეგმებზე. კუპიანსკში უკრაინამ გაანადგურა რუსეთის მცდელობა, ეჩვენებინა ძალა სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე. ეხლა ოლექსანდრიევკასა და დნიპროპეტროვსკში უკრაინა უშლის რუსეთს ბუფერული ზონის შექმნას, რათა დაიცვას თავისი ძალები დონეცკში, ასევე აჩერებს რუსული ძალების წინსვლის მცდელობას ზაპოროჟიაში. ეს არის უკრაინის ოპერაციული დაგეგმვის მომწიფება და გვიჩვენებს, რომ უკრაინა უკეთესად სწავლობს როგორც რუსეთის მიზნების წინასწარ განჭვრეტას, ასევე მოქმედებს იმ ადგილებში, სადაც რუსეთს დაცვა არ შეუძლია. Business Insider-ი ამბობს, რომ უკრაინის დელტა სისტემა, რომელიც არის მასშტაბური ხრუბლოვანი საბრძოლო მართვის სისტემა და საშუალებას აძლევს უკრაინას რეალურ დროში გადახედოს დრონებისა და სხვა დანაყოფების მიერ ბრძოლის ველზე ჩაწერილ მონაცემებს, დიდ როლს ასრულებს. უკრაინა მუდმივად იღებს უახლეს სადაზვერო ინფორმაციას, რომელიც ოპერაციების დაგეგმვაში გამოიყენება. უკრაინის მიდგომის მომწიფება ასევე ჩანს მის სამხედრო ხელმძღვანელობაში. უკვე ვახსენეთ, რომ ფიოდოროვი მუშაობს უკრაინის სამხედრო სტრუქტურის გადახედვაზე. უკრაინა გადადის კორპუსების სისტემაზე, რომელიც აუმჯობესებს კოორდინაციას დანაყოფებს შორის და ეხმარება ოპერაციების დაგეგმვაში. ყველა ეს ცვლილება უკვე აისახება ფრონტზე და მათთან ახლავს უკრაინის ახალი აქცენტი საშუალო მანძილის დარტყმებზე. უკრაინა უფრო მეტ სამიზნეს უთხრამს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ოკუპირებული დონეცკი, რადგან მან შემოიტანა დრონების ახალი თაობა, რომლებიც უფრო შორს დაფრინავენ ვიდრე FPV დრონები და არღივს იმდენი, რამდენიც უკვე არსებულ გრძელმანძილიან დრონებს. უკრაინის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამიზნებაზე უკვე ვახსენეთ. ამასაც თავისი მიზანი აქვს. Kiev Independent წერს, რომ 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე 429 დარტყმა განახორციელა. ამ დარტყმებმა საფუძველი დაუდო იმ საშუალო მანძილზე განხორციელებულ დარტყმებს, რასაც ახლა ხედავთ. უკრაინა ამ დარტყმებს იყენებს რუსეთის საბრძოლო მასალეს საწყობებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე შაჰიდის დრონების საცავების სამიზნედ. ის ანადგურებს სარდლობის ცენტრებსა და ჯარისკაცების თავმოყრის ადგილებს, რაც რუსეთს აიძულებს წინა ხაზზე განათავსოს ისეთი დანაყოფები, რომლებსაც არ აქვთ საჭირო რესურსები. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ადრე რუსეთის ინფრასტრუქტურას ახლო ზურგში იცავდა, გამოთიშულია თამაშიდან. რაც ქმნის უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს, რომლებსაც უკრაინა იყენებს რუსეთის ლოგისტიკისა და მომარაგების ხაზების გასანადგურებლად. უკრაინის სტრატეგია რთულია და დიდ კოორდინაციას მოითხოვს, თუმცა შეგვიძლია ასე შევაჯამოთ. უკრაინა ასუსტებს რუსეთს შიგნიდან, რათა შექმნას შესაძლებლობები იმ ტიპის კონტრშეტევებისთვის, რომლებიც თებერვალსა და მარტში ვიხილეთ. ახლა ეს კონტრშეტევები ომს ასრულებს. არა, მაგრამ მათი მიზანიც ეს არ არის. კვლავ, ყველაფერი ეხება აქტიურ თავდაცვას, რომელსაც სირსკი აღნიშნავს. უკრაინა იკავებს ტერიტორიებს და სტრატეგიულ პოზიციებს, რაც საშუალებას აძლევს მას უკეთ დაიცვას სხვა სექტორები, ვიდრე ამას სხვა შემთხვევაში შეძლებდა. მაგალითად ავიღოთ დონეცკი. ეხლა, როცა უკრაინამ გაათავისუფლა სამხრეთის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს ბუფერულ ზონად უნდა გამოეყენებინა, მას შეუძლია დაიწყოს მეტი ჯარისკაცის გადაყვანა ჩრდილოეთით და დონეცკის რეგიონში. თუ რუსეთს სურს ამას წინააღმდეგობა გაუწიოს, მას მოუწევს ჯარისკაცების სამხრეთში გაგზავნა, რომლებიც ადრე დონეცკისთვის იყვნენ განკუთვნილნი. ორივე შემთხვევაში რუსეთის მცდელობები დონეცკში წინ წაიწიოს დასუსტებულია, რადგან უკრაინამ ინიციატივა აიღო ბრძოლის ველის სრულიად სხვა სექტორში. და კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. სწორედ მაშინ, როცა რუსეთს შეიძლება დაეწყოს ფიქრი, რომ უკრაინის ტაქტიკას აუღო, უკრაინა პუტინს ახალ სიურპრიზებს უმზადებს. კიევის პოსტის ინფორმაციით, უკრაინა ახლა სარგებლობს მიწისქვეშა მარშრუტებით, რომლითაც გადაადგილებს ჯარსა და სამხედრო ტექნიკას. გამოცემა ამაზე მეტ ინფორმაციას არ იძლევა, თუმცა ვიცით, რომ უკრაინამ დიდი ინვესტიცია ჩადო გვირაბების ქსელის აშენებაში, იმ სასიკვდილო ზონებში, რომლებიც თავად შექმნა. ეს გვირაბები გამოიყენებოდა და სავარაუდოდ ახლაც გამოიყენება რუსი შემოჭრილების ჩასაფრებისთვის. შესაძლოა ახლა უკრაინის მიერ შექმნილი მიწისქვეშა ქსელი უკვე იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია გვირაბები ლოგისტიკური არტერიების სახით გამოიყენოს. რუსეთი ამას ვერასდროს წარმოიდგენდა. სწორედ ეს არის მთავარი. სისწრაფე და ინოვაცია ყოველთვის იყო ის მთავარი უპირატესობები, რომლებიც უკრაინას რუსეთთან შედარებით ჰქონდა. ამ წუთებში უკრაინა მუშაობს იმაზე, რომ კვლევა და განვითარება ჩაშენდეს იმ სამხედრო დანაყოფებში, რომლებიც აქტიურად იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, აცხადებს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი. ის ასევე ამატებს, რომ უკრაინამ შექმნა უკეთესი სასწავლო სისტემა თავისი საჰაერო თავდაცვის ოპერატორებისთვის, რაც საბოლოოდ ნიშნავს, რომ უკრაინა იყენებს თავის ტექნოლოგიურ უპირატესობას რუსეთის დასაზიანებლად. სიერსკი თავად ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო ძალა არასოდეს ჩერდება. ყოველ თვე უკრაინის სამხედრო ძალა ატარებს შეფასებებს საბრძოლო ოპერაციებზე, რომელსაც იწყებს, რათა დახვეწოს თავისი ტაქტიკა და გაარკვიოს, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს. კოორდინაცია სამხედრო სარდლობის ყველა დონეზე. მოკლედ, უკრაინა ყოველთვის ეძებს გაუმჯობესების გზებს.
პუტინი კმაყოფილი იქნებოდა ომის წარმოებით 10 წლეულების წინანდელი ტაქტიკით. ეხლაც კი რუსეთს უჭირს ადაპტაცია. დიახ, რუსეთი იყენებს დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ამის გარდა რუსეთი 2026 წელს 10 იმავე გამოფიტვის ტაქტიკას მისდევს, რასაც 2022-ში და ეს სტრატეგია უკვე იწყებს დაშლას. ასე რომ, როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინამ რუსეთიდან 50 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება წარმოუდგენელი გამარჯვებაა, მხოლოდ ტერიტორიას არ გულისხმობთ. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს წარმატებები მიღწეულია ქვეყნის მუდმივი ადაპტაციისა და ზრდის უნარის შედეგად. პუტინის შეჯრამ, როგორი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო, უკრაინამ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სამხედრო ძალად აქცია. საპასუხო შეტევა უკვე დადგებულია. უკრაინას ინიციატივა აქვს, რადგან ის იბრუნებს ტერიტორიებს და რეკორდული რაოდენობის რუს ჯარისკაცებს ანადგურებს. 2026 წლის გაზაფხული უნდა ყოფილიყო საბოლოო შეტევის დასაწყისი რუსეთის გამარჯვებისთვის. თუმცა ახლა ეს უფრო გავს დასაწყის იმისა, რომ უკრაინა საბოლოოდ დაასრულებს რუსეთის შეჯრას. ამბობდნენ, რომ უკრაინა ომს წააგებდა. ეს გარდაუვალი იყო. რუსეთი უბრალოდ ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი იყო. სამხედრო სუპერსახელმწიფო. პატარა ქვეყნის წინააღმდეგ საჭირო იყო. დასავლეთის დახმარება სჭირდებოდა, რათა თუნდაც ბრძოლის შანსი ჰქონოდა და ერთთან ორ თვეზე მეტხანს გაეძლო. როგორ შეიცვალა ყველაფერი? უკრაინა ახლა ომის ოსტატია და იმდენად ძლიერია, რომ აშშ-საც კი სჭირდება მისი დახმარება ირანში. ქვეყანა, რომელიც ადრე სხვებზე იყო დამოკიდებული, ახლა მზადაა გახდეს ის ერი, რომელზეც მისი მოკავშირეები შეიძლება დაეყრდნონ თანამედროვე ომის ყველა ასპექტში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გააკეთა. უკრაინის ისტორიაში პირველად ჩვენი მებრძოლების სიმამაცე და ჩვენი ხალხის განძლეობა საკმარისად არის შეიარაღებული, რათა რუსული დარტყმებისგან დავიცვათ თავი. განაცხადა ზელენსკიმ 13 აპრილს უკრაინელი იარაღის მწარმოებლების დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ გააერთიანა ის მხარდაჭერა, რომელიც პუტინის შეჯრის შემდეგ ბევრ მოკავშირესგან მიიღო, საკუთარი თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად და გახდა ის ძალა, რომლითაც პუტინს ყოველთვის ეშინოდა. ეხლა უკრაინა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავისი ისტორიის განმავლობაში და ზელენსკი სწრაფად აცნობებს ამას მთელ მსოფლიოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის შეჭრაზე საუბრისას. შემდეგ დაამატა. მაგრამ ეხლა უკრაინელები უფრო ძლიერ პოზიციაში არიან ვიდრე ოდესმე. უფრო ძლიერები ვიდრე 2014 წელს, უფრო ძლიერები ვიდრე მე-20 საუკუნეში და უფრო ძლიერები ვიდრე ნებისმიერ წინა დროს. ზოგისთვის ეს შეიძლება ცარიელ სიტყვებად მოგეჩვენოთ. ასე უნდა პუტინს, რომ დანარჩენმა მსოფლიო მოისმინოს ზელენსკის ნათქვამი. წლების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა შეექმნა ნარატივი, რომ რუსეთი არის ოვლის ძლე ძალა, რომელიც ნებისმიერ დღეს დაიპყრობს უკრაინას. უკვე 4 წელზე მეტი გავიდა და ეს ნებისმიერი დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა. მაინც რუსეთი თავის ისტორიას ყვება დომინირების შესახებ. კიდევ მარტის ბოლოსაც კი ვლადიმირ პუტინი უკრაინას ორ თვეს აძლევდა, რომ დონბასიდან გასულიყო, თორემ რუსეთის ძალები შევიდოდნენ და დაიკავებდნენ მას. კიდევ ერთხელ, რუსეთი წლებია ცდილობს ამას. ჯერ ვერ მიაღწია წარმატებას და წინ მთელი ციხესიმაგრეების ზოლი აქვს დასამხობი, სანამ ამას შეძლებს. რეალობა, რომელსაც ადგილზე ვხედავთ, ისაა, რომ ზელენსკის მიერ აღწერილი უკრაინა ზუსტად ის გახდა, რაც მან თქვა. და შედეგები თავად ლაპარაკობს. მარტში, როცა რუსეთმა დაიწყო გაზაფხულის შეტევა, რომელიც სავარაუდოდ 2026 წლის ბოლოსთვის დონბასის დაცემას უნდა გამოიწვიოს, უკრაინამ ყველა მნიშვნელოვან კატეგორიაში რუსეთს აჯობა. შორმანძილზე უკრაინამ რუსეთის დრონების თითქმის 90% და მისი რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო. და რადგანაც მხოლოდ ყოველი მეათე რუსული დრონი აღწევდა მიზანს, უკრაინა პირველად ომის დაწყების შემდეგ შორმანძილზე შეტევებში ლიდერი გახდა. უკრაინამ მარტში რუსეთზე 895-ით მეტი შორმანძილზე მოქმედი დრონი გაუშვა, ვიდრე რუსეთმა უკრაინაზე, რაც საერთო ჯამში 7347 შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 227 უპილოტო საფრენი აპარატი ესხმის თავს რუსეთის ტერიტორიას. მარტის განმავლობაში რეკორდები ერთი მეორის მიყოლებით ირღვეოდა. 17 მარტს რუსეთმა 2026 წელს ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა, რადგან პუტინის 1700 ჯარისკაცი უკრაინის იარაღს ემსხვერპლა. თვეს ბოლოსთვის რუსეთს 25341 ჯარისკაცი ჰყავდა დაღუპული ან დაჭრილი, რაც წლევანდელი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ერთ-ერთი უმაღლესი თვიური მაჩვენებელია 4 წელზე მეტი ხნის ბრძოლაში. აპრილი ასევე იყო თვე, როდესაც რუსეთის საერთო დანაკარგებმა 1.3 მილიონს გადააჭარბა. და დონეცკში, რომელიც დონბასის ნაწილია და რომლის წართმევაც რუსეთს ჯერ კიდევ სჭირდება უკრაინისგან. პუტინის ძალები ახლა იმ მდგომარეობაში არიან, რომ თითოეულ უკრაინის კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც იპყრობენ, 316 ჯარისკაცს კარგავენ, რაც 0.38 კვადრატულ მილის ტოლია. ასე რომ რუსეთი დაახლოებით 900 ჯარისკაცს კარგავს თითოეულ კვადრატულ მილზე, რომელსაც იპყრობს. არა რომ ბევრს იპყრობდეს. მარტში რუსეთმა საერთოდ ვერ მოახერხა ტერიტორიული წინსვლა, რაც პირველად მოხდა ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში. რუსეთის მიერ მიღწეული ყოველი წარმატება უკრაინის საკრაინის საპასუხო წინსვლით ანულდებოდა. რის შედეგადაც რუსეთმა დაკარგა 25000-ზე მეტი ჯარისკაცი ყოველგვარი წინსვლის გარეშე.
ეს არის შედეგები, რომელსაც უკრაინა აღწევს ახლა, როცა მას აქვს ყველაფერი, რაც თავის დასაცავად სჭირდება. და რამდენიმე წუთში აგიხსნით, რატო უნდა მიაქციოს შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება იმას, რასაც უკრაინა აკეთებს, რადგან უკრაინამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ირანში. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ზელენსკის კიდევ ბევრი ქონდა სათქმელი უკრაინის გარდაქმნაზე სამხედრო ძალად, რომელიც სრულად შეუძლია დაიცვას თავი რუსეთის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი დიპლომატიური დარტყმები აღარ არის სენსაცია, თუმცა ყოველჯერზე ეს ძალიან სამართლიანი და სასიამოვნო ამბავია. დღეს ჩვენი უკრაინული დრონები საფუძვლიანად ცვლიან ომის წარმოების მიდგომებს. და თუ ადრე ყველაფერი артиლერიის რაოდენობით ხდებოდა, ახლა ბრძოლის ველზე გადამწყვეტია ქვეითების სიმამაცე და დრონების გამოყენების მასშტაბი, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან დაამატა, რომ უკრაინამ შეიმუშავა საკუთარი ელექტრონული ბრძოლის სისტემები და რომ ამ დრომდე ქვეყნის მიერ გაწეულმა სამუშაომ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალოდ რუსეთთან თანაბარ დონეზე დაყენება. უკრაინა ახლა აღწევს პარიტეტს თავის პარტნიორებთან. ისინი, ვინც უკრაინას აძლევენ, ახლა თავად იღებენ ამ ქვეყნისგან. როდესაც უკრაინა მუშაობს ახალი სტრატეგიების შემუშავებაზე, რათა დაძლიოს რუსეთის ბალისტიკური რაკეტები, ის ათალებებს თავდაცვის პარტნიორობას ევროპელ მოკავშირეებთან და სხვებთან. ევროპაში ბერს ახლა ეს აქვს საფიქრალი, ამბობს ზელენსკი რუსეთის ბალისტიკური საფრთხის შეფრთხის შესახებ. ეს არ უნდა იყოს სიურპრიზი, რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში ბევრი ევროპელი დააფიქრა იმაზე, რომ პუტინს და მის გარემოცვას სურთ ყურადღება გადაიტანონ ევროპასა და ნატოს ქვეყნებზე, თუ მოახერხებენ უკრაინაში ომის მოგებას. ბალისტიკური რაკეტები იქნება მთავარი ნებისმიერი რუსული თავდასხმისთვის ევროპულ ქვეყანაზე. ზელენსკისთვის ეს ფაქტი თავისთავად ქმნის შესაძლებლობას უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის, რომ ერთად იმუშაონ საპასუხო ზომების შემუშავებაზე. უკრაინა შეიძლება იყოს ეს ლიდერი, ამბობს ზელენსკი ბალისტიკური რაკეტების პროექტზე საუბრისას. და კიდევ ერთხელ ზელენსკი მოჰყავს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინა შეიძლება ჩვენ ამას ძალიან კონკრეტულად გვგზნობთ ახლა, როდესაც ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურეში, აზიაში, აფრიკაში ქვეყნები ძალიან ინტერესდებიან უკრაინული იარაღითა და უკრაინული სამხედრო გამოცდილებით, რომელიც მათ დაცვაში ეხმარება, განაცხადა ზელენსკი. და მან კაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინას უკვე აქვს მოდელი, რომელიც ყველაფერ ამას შესაძლებელს ხდის. ამ მოდელზე მალე ვისაუბრებთ. არის რაღაცა ზელენსკის ნათქვამში, რაც კიდევ ერთ ნიშანს იძლევა, რომ აშშ-ს სჭირდება უკრაინის დახმარება ირანში. სინამდვილეში ორი რამ. უკრაინა თანამშრომლობს სპარსეთის ყურის რეგიონისა და აფრიკის ქვეყნებთან. მას შემდეგ, რაც აშშ-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ, ირანის რეჟიმმა დახურა ჰორმუზის სრუტე და დაიწყო დრონების გაგზავნა სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე. ასობით ირანული შაჰიდის დრონი იქნა გაშვებული და სწორედ ეს ტიპის დრონებია, რომელსაც რუსეთი იღებს და შემდეგ აწყობს უკრაინაზე თავდასასმელად. უკრაინამ შექმნა ამ დრონების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ჩამჯერები, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც უკრაინის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი ახლა ასე მაღალია. სპარსეთის ყურის ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან ამ მოვლენებს. უკრაინამ გააფორმა 10 წლიანი შეთანხმებები ყატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რომლებიც ყველა დაინტერესებულია იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც უკრაინა აწარმოებს, რათა თავი დაიცვან ირანისგან. საქმე კიდევ უფრო ღრმავდება. მარტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ 200-ზე მეტი ანტიდრონული ექსპერტი გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში, რათა შეესრულებინა თავდაცვის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს ექსპერტები მხოლოდ უკრაინის ახალი სპარსეთის ყურის მოკავშირეების მომზადებით არ შემოიფარგლებიან. ზელენსკიმ თავად განაცხადა, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსული შაჰიდის დრონების განადგურებაში, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ახლა სპარსეთის ყურის დაცვაში ეხმარებიან ირანის წინააღმდეგ. რაც შეეხება აფრიკას, RFI-ն გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას ახლა ლიბიაში 3 ბაზა აქვს, რომლებიც შესაძლოა გამოიყენეს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ობიექტებზე დათმობისთვის. ეს ყველაფერი ისევ იმით არის განპირობებული, რაც უკრაინას აქვს სავაჭროდ. დრონების სფეროში გამოცდილება და იარაღი ძალიან მოთხოვნადი საქონელი გახდა და უკრაინა მათ იყენებს ისეთი ურთიერთობების ასაშენებლად, რომლებიც არასდროს ექნებოდა, რომ არა პუტინის მიერ უკრაინის სამხედრო ძალად გადაქცევის იძულება. რუსეთს მხოლოდ საკუთარი თავი აქვს დასადანაშაულებელი. ომი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, წლებია გრძელდება და ამან უკრაინა იმ წერტილამდე მიიყვანა, სადაც ის არა მხოლოდ საკუთარ თავს იცავს რუსეთის წინააღმდეგ, არამედ სხვებთანაც შეუძლია თანამშრომლობა და მათთვის დახმარების გაწევა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ზელენსკის მიერ დარქმეული G2G, ანუ მთავრობათა შორისი მოდელის წყალობით. ესეთი ტიპის შეთანხმებებით უკრაინა პირველ რიგში პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან ნდობის ჩამოყალიბებაზე აკეთებს აქცენტს, შემდეგ კი დანარჩენ საკითხებზე გადადის. კონტრაქტები შესაბამისი ქვეყნის შიგნით არსებულ საწარმოებს შორის მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც მთავრობათა შორისი ჩარჩო შეთანხმება იქნება მიღწეული, რასაც ახლა ხედავთ სპარსეთის ყურეში, ლიბიაში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში. უკრაინას აქვს მოდელი, აქვს იარაღი და მზად არის გაუზიაროს ისინი თავის პარტნიორებს დასახმარებლად. აქ შემოდის აშშ-ის როლი. ამჟამად აშშ-ში ჩართულია ომში ირანთან, რაც მას უქმნის ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრისთვის უკრაინა იდეალურად არის პოზიციონირებული. აშშ-ს სჭირდება უკრაინა ირანში. მაგრამ სანამ აგიხსნით როგორ და რატო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურეთ The Military Shows. თუ ჯერ არ გამოიწერეთ, ეხლა იდეალური დროა ამისთვის. მაშ აშშ-ს სჭირდება უკრაინა. რატო? სანამ კითხვაზე გადავიდოდეთ, საჭიროა მოკლე შესავალი გავაკეთოთ.
13 აპრილს აშშ-მ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ბლოკადას დააწესებს, მას შემდეგ რაც ირანთან უკეიფე ცეცხლის შეწყვეტა დაირღვა. აშშ-ში ამტკიცებს, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული პროგრამის შეჩერებას. ამიტომაც აშშ-ში გეგმავს ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს ის ბერკეტი, რომელიც ირანს ოპერაცია ეპიკური რისხვის განმავლობაში ჰქონდა. აშშ-ს ბლოკადა სრულად განსხვავებულია იმ ბლოკადისგან, რომელსაც ირანი იყენებდა. ირანი სწრაფნავებს იყენებს, აშშ-ში კი სამხედრო გემებს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს საზღვაო ძალების უთანასწორობა ნიშნავს, რომ აშშ-ს შეუძლია წარმატებით დაბლოკოს ირანის პორტები, ეს ასევე პრობლემებსაც ქმნის. პირველ რიგში სამხედრო გემები ბევრად უფრო დიდი სამიზნეებია, ვიდრე სწრაფი ნავები. როდესაც ამ გემებს ერთსა და იმავე ადგილზე დიდი ხნით დარჩენა უწევთ, როგორც ეს ხდება ბლოკადის დროს, ისინი ირანის შაჰიდის დრონებისთვის მოწყვლადები ხდებიან. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ეს ბლოკადა საერთოდ შეიქმნა, გვიჩვენებს, რომ ირანის ომი კვლავ იწყება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გააფრთხილა, რომ ვინც კი შეეცდება ამერიკულ გემზე თავდასხმას, ჯოჯოხეთში გააგზავნის, რაც გვიჩვენებს, რომ ის სრულიად მზადაა კვლავ განახორციელოს ის ტიპის ავიადართმები, რომლებმაც ირანი აიძულა საპასუხოდ სპარსეთის ყურის მეზობლებზე თავდასხმები განეხორციელებინა. ამ დაზარალებულ სპარსეთის ყურის ქვეყნებს უკრაინასთან პარტნიორობა გარკვეული მიზეზით აქვთ ჩამოყალიბებული. ეხლა, სწორედ ამავე მიზეზით, აშშ-შომაც იგივე უნდა გააკეთოს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც ირანი ნებისმიერ მტერს უქმნის, იქნება ეს აშშ თუ სხვა, არის მისი შაჰიდის დრონები. აშშ-მს უკვე იცოდა ოპერაცია ეპიკური რისხვის თხის დასაწყისშივე და მან უკრაინასაც სთხოვა დახმარება წარსულში. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ზელენსკი. 5 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული მხრიდან იყო თხოვნა დახმარებოდნენ ირანის შაჰიდის დრონებთან ბრძოლაში, რის შედეგადაც ზელენსკიმ უკრაინელ სპეციალისტებს მისცა მითითება უზრუნველყოთ ყველა საჯირო საშუალება, რათა დახმარებოდნენ აშშ-ს და მის სპარსეთის ყურის მოკავშირეებს ირანის თავდასხმების მოგერიებაში. იმ დროს ტრამპი საკმაოდ გახსნილი ჩანდა ამ წინადადების მიმართ და განაცხადა: მე მივიღებ ნებისმიერ დახმარებას ნებისმიერი ქვეყნისგან. უკრაინამ დაინახა შესაძლებლობა გარიგება დაეტო. ჩამჭერი დრონები პატრიოტის რაკეტების სანაცვლოდ, რომლებსაც უკრაინა გამოიყენებდა საკუთარი თავის დასაცავად რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან. ტრამპის რეაქცია ამ თხოვნაზე იყო უკრაინისგან დახმარების უარყოფა. მაგრამ ახლა, როცა ჰორმუზის სრუტეში სიტუაცია ისევ იძაბება და ამერიკულ სამხედრო გემებს უბრძანეს ისეთ პოზიციებში გადასვლა, სადაც ისინი შაჰიდის დრონებისთვის დაუცველები ხდებიან, აშშ-ს მოუწევს ერთ აშკარა ფაქტს შეხედოს თვალებში. მას უკრაინა სჭირდება. და ამისთვის 5 მიზეზი არსებობს. პირველი ისაა, რაზეც უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ. უკრაინა დრონებით ომის გლობალურ ოსტატად იქცა. ორის ქვეყნები ამას კარგად იციან, ამიტომაც აწერენ ხელს 10 წლიან თავდაცვის შეთანხმებებს უკრაინასთან. ზუსტად ის შაჰიდის დრონები, რომლებსაც ირანი ახლა აშშ-ს, მის ბაზებს და სავარაუდოდ მალე ამერიკულ სამხედრო გემებსაც უპირისპირებს, ის იარაღებია, რომლებსაც უკრაინა ომის დიდი ნაწილის განმავლობაში ებრძოდა. ირანმა შაჰიდის დრონები რუსეთს მიაწოდა. უკრაინისთვის ეს ნიშნავს, რომ ირანი აგრესიის დანაშაულში თანამონაწილეა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ამას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს. თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწია შეემუშავებინა საწინააღმდეგო ზომები იმავე იარაღის წინააღმდეგ, რომლის დაძლევაც ახლა აშშ-ს სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი საწინააღმდეგო საშუალებაა გადამჭერი დრონები. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც აშშ-ს ახლა უკრაინას სჭირდება. ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიხედვით, უკრაინა მთელი ომის განმავლობაში რუსეთთან ავითარებდა გადამჭერი დრონების ტექნოლოგიას. ეხლა უკრაინამ ეს ტექნოლოგია უკვე სრულყოფილად აითვისა. პატარა გადამჭერი დრონები იყენებენ კინეტიკური ენერგიის კომბინაციას და ზოგ შემთხვევაში მცირე საბრძოლო თავაკებს, რათა გაანადგურონ შაჰიდის ტიპის დრონები, რომლებიც მათზე ბევრად დიდია. ხოლო იანვარში უკრაინამ განათავსა 40,000 გადამჭერი დრონი, რაც ადასტურებს, რომ უკრაინას შეუძლია მასშტაბურად აწარმოოს ეს თავდაცვითი იარაღი. დამატებითი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ უკრაინა ახლა ყოველდღიურად დაახლოებით 1500 გადამჭერ დრონს აწარმოებს, რაც თვეში დაახლოებით 45,000 შეადგენს. დიდი ალბათობა, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტის წმეტის წარმოებას შეძლებს, თუ მას ისეთი ქვეყნისგან, როგორიცაა აშშ-ს, ინვესტიცია ექნება. ასე რომ, უკრაინას აქვს ის გამოცდილება და ინსტრუმენტები, რაც ახლა აშშ-ს ირანში სჭირდება. მესამე მიზეზი, რის გამოც აშშ-ს უკრაინას სჭირდება, არის ის, რომ ფასი მისაღებია. საბჭო ამატებს, რომ უკრაინას გადამჭერი დრონის აშენება დაახლოებით 300-დან 1200 დოლარამდე უჯდება. ეს აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის კონტექსტში უმნიშვნელოდ ახაა. და მაშინაც კი, როცა ამ გადამჭერი დრონების ექსპორტზე დამატებით ფასს დავამატებთ, უკრაინის გადამჭერი დრონები ბევრად იაფია ვიდრე პატრიოტის რაკეტები, რომლებსაც აშშ-ს ხშირად იყენებს ირანის შაჰიდის დრონების შესაჩერებლად. ეს რაკეტები ეფექტურია, მაგრამ თითოეული დაახლოებით 4 მილიონი დოლარი ღირს და ზედმეტად დიდია ირანულ დრონებზე, რომელთა წარმოებაც 20,000-დან 50,000 დოლარამდე ჯდება. თუნდაც ამერიკის საკუთარი გადამჭერი დრონების ცდელობები, მაგალითად ლუკასი, ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე უკრაინის უკვე დამტკიცებული გადაწყვეტა. ერთი ლუკასის დრონი დაახლოებით იგივე ღირს, რაც შაჰიდი. უკრაინული გადამჭერი კი ყველაზე იაფი შაჰიდის ფასზე 66-ჯერ ნაკლები ჯდება. ეს მიგვიყვანს მეოთხე მიზეზამდე, რატომაც სჭირდება აშშ-ს უკრაინა ირანში. უკრაინა ბევრად უფრო მეტია ვიდრე იაფი გადამჭერი დრონების მწარმოებელი. ალბათ უკვე შეამჩნიეთ ეს ზელენსკის კომენტარებიდან იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური გახდა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია და რამდენი უკრაინის პარტნიორი ეძებს იარაღს ყველა ტიპის უკრაინიდან. მაგრამ მოდით უკრაინის ინოვაციებს ციფრებით შევხედოთ.
14 აპრილს United 24 მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ წარადგინა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია 56 იარარის სისტემა, რომელიც უკრაინამ თავად შეიმუშავა. Am 56-დან 31 დრონი იყო, 7 იყო სარაკეტო სისტემა, 4 ელექტრონული ბრძოლის საშუალება, ხოლო 6 რობოტული სახმელეთო პლატფორმა. სხვა ინოვაციებს შორის იყო 4 ახალი ტიპის ჯავშან მანქანა, 3 უპილოტო საზღვაო სისტემა და კიდევ მოძრავი საჰაერო თავდაცვის კოშკის კოშკურა. დაფიქრდით ამ იარაღების სიაზე ერთი წუთით. თითქმის ყველა მათგანი ისაა, რაც ASHS-ს ირანთან ომში გამოადგებოდა. გადამჯერების გარდა, ASHS-ს შეუძლია უკრაინული დრონები გამოიყენოს ირანული პოზიციებისა და სწრაფი ნავების დასათქმელად. ასევე შეუძლია უპილოტო საზღვაო სისტემები გამოიყენოს ამ ნავების წინააღმდეგ. და რამდენიმე მობილური საჰაერო თავდაცვის ერთეული, რომლებიც დაემატება იმ თავდაცვით სისტემებს, რაც უკვე ჩამონტაჟებულია ამერიკის სამხედრო გემებზე, მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ამ ხომალდების უსაფრთხოებას ჰორმუზის სრუტეში. უკრაინა ის ინოვატორია, რომელიც ASHS-ს შეუძლია დაეხმაროს თითქმის ყველაფერთან გამკლავებაში, რასაც ირანი დაუპირისპირებს. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია და შესაძლოა უფრო გადამწყვეტიც ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზეზი, რის გამოც ASHS-ს უკრაინას სჭირდება, რაც აქამდე ვახსენეთ, არის ის, რომ უკრაინა ASHS-ს თავაზობს იმას, რასაც თითქმის არც ერთი სხვა მოკავშირე არ თავაზობს, მხარდაჭერას ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის. დონალდ ტრამპი ხშირად წუხდა იმ ფაქტზე, რომ ამერიკის ნატოს მოკავშირეები არ არიან მზად ჩაერთონ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, ან იმ ომში, რომელიც ASHS-სემ ირანთან დაიწყო. ნატო იქ არ იყო, როცა ისინი დაგჭირდნენ და არც იქ იქნებიან, თუ კიდევ დაგჭირდება, განაცხადა ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტერთან შეხვედრის შემდეგ 8 აპრილს. მართალია ეს თუ არა, სადაუა. დღემდე ASHS-ს ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც ნატო თავისი ქარტიის მეხუთე მუხლია ამოქმედა, რათა ამერიკას პირდაპირ დახმარება მიეღო ნატოს მოკავშირეებისგან 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. მრავალი იმ მოკავშირეთაგან შემდეგ ომში წავიდა, ჯერ ერაყში და შემდეგ ავღანეთში, რათა ASHS-ს დახმარებოდა. მაგრამ სწორედ ამას ამბობს დონალდ ტრამპი და ეს აჩვენებს, რომ ASHS-ს არ მიუღია ის დახმარება, რასაც ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებისას ელოდა. მაგრამ უკრაინას დახმარების გაწევა სურს. ASHS-ს სხვა ნებისმიერ მოკავშირეზე მეტად, უკრაინას ირანთან აქვს დაპირისპირება, რადგან ირანი რუსეთს შაჰიდის დრონებით ამარაგებს. 20 თებერვალს, როცა ASHS-მ დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა, ვოლოდიმირ ზელენსკი თავად გამოვიდა იქზე და თავისი აზრი გააზიარა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 57,000-ზე მეტი შაჰიდის ტიპის დრის ტიპის დრონი გამოიყენა, რომლებიც რუსეთს არ ექნებოდა ირანის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები გადამწყვეტად მოქმედებს, როცა ამერიკას სიმტკიცეს ავლენს გლობალური კრიმინალების სუსტებიან. ეს გაგებაც უნდა მივიდეს რუსებამდე, აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ სჯერა ამერიკის ქმედებები საბოლოოდ მშვიდობას მოიტანს ახლო აღმოსავლეთში. შესაძლოა ეს ოპორტუნისტულია, მაგრამ ეს თითქმის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერის განცხადებაა, რაც ASHS-ს ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის მიუღია, ნებისმიერი ქვეყნისგან, რომელიც უშუალოდ ომში ჩართული არ არის. აბა, რას ელოდება ASHS-ს? უკრაინას აქვს ანტიდოტი ირანის შაჰიდის დრონებისთვის. უკრაინა ამ ანტიდოტს უფრო იაფად აწარმოებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ სამხედრო ძალად იქცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინას სურს ASHS-ს დახმარება. უკრაინა იმაშია ოსტატი, რაც ASHS-ს ყველაზე მეტად სჭირდება. ეხლა ის მზად აუპასუხოს ამერიკის მოწოდებას, ზუსტად ისე, როგორც ASHS-მ გააკეთა, როცა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება. ერთადერთი ბარიერი, რომელიც როგორც ჩანს გზაზე დგას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაა. მაგრამ შესაძლოა უკრაინის გამოცდილებამ სხვა სფეროებში დაარწმუნოს ASHS-ში პარტნიორობის შექმნაში. საბოლოოდ, უკრაინას შესათავაზებელი მხოლოდ იარაღი არ აქვს. პუტინს 2026 წლისთვის ჰქონდა საომარი გეგმა, დონბასის დაცემა, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ტერიტორიის დაკავება. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა რუსეთის შეუჩერებელი ძალა უკრაინის ძალების დაშლას გამოიწვევდა რუსული ზეწოლის ქვეშ. მაგრამ ეს გეგმები უკვე დაინგრა. უკრაინა იღებს კონტროლს, რადგან მან სცენარი შეცვალა. რუსეთს ეგონა, რომ ომს 2026 წელს დაასრულებდა, მაგრამ სწორედ უკრაინა მოიგებს ყველაფერს, რადგან პუტინი უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე შეუძლია მათი ჩანაცვლება. რუსეთის გეგმა მთლიანად წინსვლაზეა ორიენტირებული. პუტინმა უკრაინაში დაახლოებით 700,000-იანი ჯარი შეკრიბა და მათი ამოცანაა 2026 წელს რამდენიმე მიმართულებებით ღრმად შეიჯრან უკრაინის ტერიტორიაზე. დნეპრის მდინარე მთავარი სამიზნეა. პუტინი სურს, რომ რუსეთის ჯარები მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ამ წყალსატევის მარცხენა სანაპიროს და შესაძლოა იმ წერტილამდეც მივიდნენ, რომ შეძლონ მისი გადაკვეთა. დონეცკი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დრის წესრიგში. პუტინს მიზანში აქვს ლეგენდარული ციხესიმაგრეების საწყელი და სურს, რომ რუსეთმა სლოვიანსკისა და კრამატორსკის ქალაქებისკენ წაიწიოს. ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო უახლოვდება ამ ქალაქების აღებას, მით უფრო უახლოვდება დონეცკის და შესაბამისად მთელი დონბასის რეგიონის აღებას. ეს იყო მთავარი საკითხი ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რაც კი აქამდე უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. პუტინის გეგმები 2026 წელს ისეთივე ამბიციურია, როგორც შეიძლება იყოს. ამ ორ მთავარ მიზანზე გარდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს შავი ზღვის სანაპიროზე თავისი კონტროლის გასამყარებლად, რაც თავის მხრივ დონეცკის აღებასაც ემსახურება. ასევე შეიძლება შეამსუბუქოს უკრაინის ზეწოლა ტირიმზე და შავი ზღვის ფლოტზე.
რომელიც შეჭრის დიდი ნაწილის განმავლობაში გამოუკენებელ ნოვოროსიისკის კუთხეშია მიყენებული. ეს ბოლო დროს კარგად არ მუშაობს, რადგან უკრაინა აშენებს უფრო დიდ და უკეთეს დრონებს, რომლებსაც იყენებს ახალი ბაზის დასარტყმელად. როგორც ეს მოხდა 2 მარტს, როდესაც უკრაინამ დააზიანა ომი გემების წყვილი, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის ნაწილია ნოვოროსიისკში. და ეს პროცესი გრძელდება. რუსეთს სურს ლუგანსკის სრულად დაპყრობა, რომელიც დონბასის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და უნდა დაეცეს დონეცკთან ერთად. მაგრამ მოიცადეთ, რუსეთი ამბობს, რომ ლუგანსკის დაცემა ახლახან მოხდა, უკვე მესამედ მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ომის შესწავლის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ, 1 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ლუგანსკის რეგიონი მთლიანად დაიკავა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე მესამედაა, რაც რუსეთი ასეთ განცხადებას აკეთებს და ISW აღნიშნავს, რომ რუსეთი მართლა აკონტროლებს ლუგანსკის 99.84%-ს, თუმცა ოლქი ჯერ კიდევ სრულად არ დაცემულა. ნადია და ნოვოიერივკა, რომლებიც ორივე ბოროვას აღმოსავლეთით მდებარეობს, ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევენ. სავარაუდოდ რუსეთს მოუნდება ამ დასახლებების აღება, რათა მეოთხედაც განაცხადოს, რომ ლუგანსკი დაეცა. შეიძლება მეოთხე ჯერზე მართლაც გამოუვიდეთ. და რუსეთს ისევ სურს შექმნას ბუფერული ზონა, რომელიც ჩერნიგივიდან სუმის გავლით ხარკოვის ოლქამდე გაგრძელდება, რაც რუსული სასაზღვრო რეგიონებისთვის უკრაინული საპასუხო შეჭრისგან დაცვას უზრუნველყოფს. ზაპოროჟიესა და ჰულიაპოლის მიმართულებებით წინსვლაც დღის წესრიგშია, სადაც პირველ შემთხვევაში რუსეთს სურს შექმნას დამატებითი ბუფერული ზონა, რომელიც უკრაინის ძალებს სამხრეთიდან დონეცკში შეჭრის საშუალებას არ მისცემს. ეს ძალიან მასშტაბური გეგმებია და მათი განხორციელებისთვის რუსეთს ყველა ადამიანური რესურსის მობილიზება დასჭირდება. ვლადიმირ პუტინი ისეთივე ამბიციურია, როგორც ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან. რუსეთმა უკვე დაიწყო გაზაფხულის შეტევა, რომელიც გაგრძელდება ზაფხულში და შემდეგ შემოდგომაში, და ყველა ამ მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ესაა. იმ ოპერაციამ ვერ აიღო კიევი და ეს ბოლო გეგმებიც იშლება, სანამ რუსეთს მათი განხორციელების შანსი მიეცემა. და რაც შეიცვალა რუსეთისთვის. როდესაც ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დაუმარცხებელი ძალა ბრძოლის ველზე, სინამდვილეში ჩვენ ხედავთ ინიციატივის სრულცვლილებას. პუტინს შეიძლება კონდეს გეგმები, მაგრამ უპირატესობა უკრაინას აქვს. რუსეთის სცენარი უკრაინამ თავდაყირა დააკენა და გაანადგურა. პუტინისთვის 2026 წელი, რომელიც ომის დამთავრებად უნდა ქცეულიყო, გადაიქცა წელიწადად, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე ყველაზე სამარცხვინო დამცირებებს განიცდის, რაც კი აქამდე უნახავს. და ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინას საკუთარი გეგმა აქვს, რათა დაუპირისპირდეს ყველაფერს, რასაც რუსეთი აკეთებს, ამავდროულად კი მოამზადოს საფუძველი დაბრუნებისთვის, რომელიც მას საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს ტერიტორიები მაშინაც კი, როცა რუსეთი ცდილობს წინსვლას. ეს გეგმა 4 სიტყვაში შეიძლება შევაჯამოთ: გამოფიტვა, შეკავება, აშენება და დარტყმა. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომელმაც ICTV-სთან საუბარში დეტალურად აღწერა უკრაინის საპასუხო გეგმა რუსეთთან მიმართებაში. 2026 წელს უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რომელთა დაპყრობასაც რუსეთი აპირებს, რაც გეგმის ყველაზე აშკარა ნაწილია. უკრაინა არ სურს ამ ტერიტორიების დაკარგვა. რუსეთისთვის თითოეული დაკარგული კვადრატული მილი პუტინს თავის მიზნებთან უფრო ახლოს მიიყვანს. ამ ტერიტორიების შენარჩუნებით უკრაინა ასევე ასრულებს გეგმის მეორე ნაწილს, რაც რუსეთის ძალების გამოფიტვას გულისხმობს. კიდევ ერთხელ ლოგიკა ნათელია. პუტინმა და მისმა გარემოცვამ არაერთხელ აჩვენეს, რომ მათი მთავარი სტრატეგია ადგილზეა. უკრაინის თავდაცვაზე ხორცისა და ლითონის დაუსრულებლად შეტევა, სანამ ის არ ჩამოიშლება. რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს უკრაინა იმ ტერიტორიებს, რომლებზეც რუსეთმა იერიში მიიტანა, მით მეტი ეს ხორცი და ლითონი ნადგურდება, რაც თავის მხრივ ზღუდავს რუსეთის სამხედრო ძალას. შორმანძილზე დარტყმები ამ მეორე ნაწილსაც ამყარებს უკრაინის სტრატეგიაში, რადგან ისინი შიგნიდან ანგრევენ რუსეთის საომარ მანქანას. თუმცა სწორედ უკრაინის სტრატეგიის მესამე და მეოთხე ნაწილებია, რომლებიც თამაშის წესებს ცვლიან უკრაინისთვის. ქვეყანა გეგმავს ძლიერი რეზერვების შექმნას, სანამ მისი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ. და როგორც მალე გაიგებთ, ეს რეზერვები მხოლოდ დიდი ჯარისკაცთა არმიის შექმნას არ ნიშნავს. შემდეგ არის დარტყმის ნაწილი. სირსკი ამბობს, რომ უკრაინა დაარტყამს იქ, სადაც რუსეთი ყველაზე სუსტია, მიუხედავად იმისა, სად არის ეს ფრონტის ხაზზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინა გაათავისუფლებს იმდენ ტერიტორიას, რამდენსაც შეძლებს და ამას ორი მიზეზის გამო გააკეთებს. პირველ რიგში ტერიტორიის გათავისუფლება ომში უკრაინას ქარს იალქნებში უბერავს, როგორც თავად სირსკი აღნიშნავს, როცა ამბობს: ამჟამად მტერი ჩვენი წესებით თამაშობს. ანუ ისინი იძულებულნი არიან ადაპტირდნენ და კონცენტრირდნენ თავიანთ ძალებს იქ, სადაც ჩვენ ვიწევთ წინ. და ეს მიგვანიშნებს მეორე მიზეზზე. უკრაინა იბრუნებს იმაზე მეტ ტერიტორიას, ვიდრე შეუძლია შეინარჩუნოს, რაც არღვევს პუტინის საომარ გეგმებს და აიძულებს რუსეთს ძალები გადაისროლოს ფრონტის მოულოდნელ უბნებზე. ეს კი თავის მხრივ ასუსტებს რუსულ შეტევას, რომელიც უნდა მიაღწიოს იმ დიდ მიზნებს, რაც პუტინმა დაასახა. ასე რომ გვაქვს ორი ქვეყანა, ორი სრულიად განსხვავებული გეგმით. და აქ იწყება პუტინისთვის მტკივნეული ნაწილი.
რუსეთის გეგმა იყო ბევრი ლაპარაკი, ასაც მოჰყვა ყველა იმ ადრეული მცდელობის სრული განადგურება, რაც ამ გეგმის პრაქტიკულ რეალობად ქცევას ისახავდა მიზნად. რაც შეეხება უკრაინის გეგმას, ის უკვე განხორციელებულია და ამას ბრძოლის ველზე ყველგან ხედავთ, ამ წუთშიც კი. დავიწყოთ უკრაინის 4 მიმართულებიანი მიდგომის ყველაზე საინტერესო ნაწილით, რაც გულისხმობს სტარტმას იქ, სადაც რუსეთი ყველაზე სუსტია. უკრაინა ამ გეგმის ამ კონკრეტულ ნაწილს ახორციელებს იანვრის ბოლოდან, როცა SpaceX-მა საბოლოოდ აღკვეთა რუსეთის შესაძლებლობა უკანონო ტერმინალების მეშვეობით Starlink-ზე წვდომა ქონოდა. ამ ერთმა გადაწყვეტილებამ რუსულ სამხედრო ძალებში კომუნიკაციის სრული კრახი გამოიწვია, რაც Led Zeppelin-საც კი გაამაგებდა. და შედეგად უკრაინის სამხრეთში სუსტი წერტილების მასიური კერები გაჩნდა, სადაც რუსულმა ძალებმა 2025 წლის მეორე ნახევარში დაკავებულ ტერიტორიებზე მყიფე კონტროლი შეინარჩუნეს. უკრაინამ ძლავრად და სწრაფად დაარტყა, შთამბეჭდალ წარმატებებს მიაღწია, როცა რუსეთის ცხვირწინ ათავისუფლებს ტერიტორიებსა და მრავალ დასახლებას. UKR Informed იტყობინება, რომ სივსკიმ 31 მარტს განაცხადა, უკრაინამ 2026 წელს უფრო ადრე დაწყებული შეტევითი კამპანიის შემდეგ ოლექსანდრიუკის მიმართულებით 480 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ 185 კვადრატულ მილი მეტი ტერიტორია გაათავისუფლა. ამას ემატება 430 კვადრატული კილომეტრი, ანუ 167 კვადრატული მილი, რომელიც უკრაინამ დაიბრუნა უფრო ადრე განხორციელებული დობროპილიას კონტრშეტევის დროს. ასევე უკრაინის მიერ კოპიანსკის დაბრუნება, სადაც ქალაქი სრულად გამოვიდა რუსეთის კონტროლიდან. სივსკი ამატებს, რომ ეს ოპერაციები უკვე აიძულებს რუსეთს ჯარები გადაისროლოს პოკროვსკისა და არჩერატინას მიმართულებებიდან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ზუსტად იმ შედეგს იძლევა, რასაც უკრაინა ელოდება. აიძულონ რუსეთს ძალების გადანაცვლება და კიდევ უფრო დაასუსტონ ფრონტი. და გახსოვთ ის სამხრეთის ბუფერული ზონა, რომელიც ადრე ვახსენეთ. უკრაინამ ოლექსანდრივკის სექტორში ამდენი ტერიტორიის დაბრუნებამ ეს ბუფერული ზონა რუსეთისთვის მიუწვდომელი გახადა. პუტინი ვერ შექმნის ბუფერს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აღარ აკონტროლებს. როცა უკრაინა კიდევ უფრო წინ წაიწევს ამ მიმართულებით, რაც მომდევნო თვეებში ყველაზე სავარაუდო სცენარია ის, რაც ბუფერული ზონა უნდა ყოფილიყო, გადაიქცევა გზად, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს ჯარების დონეცკის მიმართულებით გადასაყვანად. ასე რომ უკრაინის 4-ნაწილიანი გამარჯვების გეგმის შეტევის ნაწილი უკვე კარგად მიმდინარეობს. და გახსოვდეთ, უკრაინის მიერ დაბრუნებული ყოველი მიწის ნაკვეთი ხდება ტერიტორია, რომელსაც უკრაინა შეინარჩუნებს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია უკრაინას შეუძლია გამოიყენოს რუსეთის ძალების დასასუსტებლად. რაც შეეხება შენარჩუნებას, უკრაინაც ამ საქმეს შესანიშნავად ათმევს თავს. სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ სწორედ ამიტომ ვქნით სამხედრო შოუს, რათა აგიხსნათ, როგორ მოქმედებს ძალა რეალურად ბრძოლის ველზე. თუ გსურთ მეტი იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგჩეთ. ეხლა კი ტერიტორიის შენარჩუნებაზე. უკრაინა ამას აქტიურად აკეთებს, მას შემდეგ რაც რუსეთმა მარტში უფრო ადრე გაზაფხულის შეტევა დაიწყო. ევრომაიდან პრესის მიხედვით, უკრაინამ წარმატებით დაარღვია და ძირითადად დაბლოკა რუსეთის 13 მიმართულებით განხორციელებული შეტევა, რომელიც ყველა იმ ადგილს ეხებოდა, რაც ჩვენ ვახსენეთ. არსებობს უკრაინის წარმატების ცალკეული მაგალითები, მაგალითად ის, რაც ქვეყნის რონინის ბატალიონის ბატალიონმა, რომელიც უკრაინის 65 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ნაწილია, 28 მარტს მოახერხა. რუსეთმა სცადა ჯავშან ტექნიკის შეტევის განხორციელება რობოტინას დასახლების მახლობლად, რომელიც ზაპოროჟიეში მდებარეობს იმ დღეს. შედეგად, რუსეთმა სრული მარცხი განიცადა, რადგან უკრაინის დრონების ოპერატორებმა გაანადგურეს ყველა 10 ერთეული ჯავშან ტექნიკა, რომელიც რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა. ეს არის ისტორია, რომელიც ფრონტის ხაზის მთელ სიგრძეზე მეორდება, რადგან რუსეთი ცდილობს კიდევ მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ. მედუზამ ამას ხაზი გაუსვა 1 აპრილის ანალიზში, სადაც აღნიშნა, რომ ამჟამად ფრონტის ხაზებზე გარკვეული დროებითი სიმშვიდეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს შეტევების რაოდენობის გაზრდას, კონტრშეტევამ, რომლის შედეგადაც უკრაინამ დიდი ტერიტორია დაიბრუნა, ნიშნავს, რომ ხარკოვის, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებზე რუსეთის შეტევები სრულად შეჩერდა. უკრაინა კვლავ აკონტროლებს კონსტანტინიუკის გარეუბნებს, სადაც ქალაქის მრავალსართულიანი შენობები მდებარეობს. ეს ქმნის საფუძველს სასტიკი გამოფიტვის ომისთვის, სადაც პუტინის ძალები ათასობით ადამიანს დაკარგავენ ქალაქის არების მცდელობისას. უკრაინა იუწყება, რომ სლოვიანსკის მიმართულებით მდგომარეობა სტაბილიზებულია და უკრაინამ შეძლო მინკივკას სოფლის ნაწილის დაბრუნებაც კიდევ ერთი წარმატებული კონტრშეტევის შედეგად. და ოროხივ-ხულიაპოლის მიმართულებებზე კიდევ უფრო მეტმა უკრაინულმა კონტრშეტევამ რუსული წინსვლა თითქმის შეაჩერა. აქ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს მნიშვნელოვან დასახლებებზე წინსვლას, მაგრამ ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე ის არც კი ცდილობს უშუალოდ ამ დასახლებების აღებას. ის ცდილობს მათ გარშემო ტერიტორიის დაკავებას, რათა მომავალი უფრო ღრმა შეტევისთვის მოემზადოს. მაგრამ უკრაინა მაინც ინარჩუნებს პოზიციებს, მიუხედავად ამ ცდილობებისა. ეს ყველაფერი უკრაინის გეგმის გამოფიტვის ნაწილში ჯდება. სანამ ამას განვიხილავთ, არის გაძლიერების ასპექტი, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. უკრაინა ამბობს, რომ სურს რეზერვების შექმნა. როგორც უკვე ვთქვით, ეს მხოლოდ ცოცხალი ძალის შეგროვებას არ ნიშნავს. უკრაინამ მძიმე ზამთარი გადაიტანა, რადგან რუსეთი დრონებისა და რაკეტების დათმობით მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავდა, რაც მიზნად ისახავდა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მაქსიმალური შიშის დათესვას.
შუქის გათიშვა და გათბობის დაკარგვა უკრაინის მასშტაბით ხშირი იყო 2025-26 წლების ზამთრის განმავლობაში. და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მზად იყოს, თუ რუსეთი 2026 წლის ბოლოს იგივე სცადებს. ამის შესახებ Reuters იუწყება, რომელმაც 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აგროვებს გაზის მარაგებს მომავალი ზამთრისთვის. ის ცდილობს გაზარდოს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ვერტიკალური დერეფნის სისტემის მეშვეობით, რომელიც საბერძნეთზე გადის. უკრაინაში დიზელის საწვავის იმპორტი უკვე იზრდება, რადგან ქვეყანა საწვავს იმ მოსალოდნელი ვითარებისთვის იმარაგებს. რეზერვები რამდენიმე ფორმით არსებობს. ეს მაგალითი უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ქვეყანა ცდილობს ომი იმდენ ხანს გაახანგრძლივოს, რომ მისი გამოფიტვის სტრატეგია გაამართლოს. რა თქმა უნდა, არსებობს რეზერვების ის ტიპებიც, რომლებიც ყველაზე უშუალოდ გავლენას ახდენს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე, ანუ ცოცხალი ძალის დაგროვება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ფრონტზე გაგზავნიან. ეს არის უკრაინის გეგმის ერთი ასპექტი, რომლის განხორციელებაც საკმაოდ რთულია. ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში სირსკიმ თქვა, რომ უკრაინა ყურადღებას ამახვილებდა საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რეზერვების შექმნაზე. დღევანდელ დღემდე სირსკი ამბობს, რომ პერსონალი კვლავაც უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. მობილიზაცია ძალაშია უკრაინაში და სირსკი ამბობს, რომ მან უკრაინის მიერ განხორციელებული ძალის ხმევა ამ ეტაპზე 10-დან 6-იან 7 ქულად შეაფასა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას უკეთესადაც შეუძლია. სირსკი აღიარებს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შექმნან შესაბამისი პირობები, რათა უზრუნველყონ, რომ გაწეული სამსახურს თვითნებურად არ მიატოვებენ. როგორც ის ამბობს, სამსახურის თვითნებური მიტოვების მთავარი მიზეზია სამსახურის სურვილის არქონა და საკუთარი სიცოცხლის შიში. გაწევის ცენტრიდან სამხედრო სამსახურში გადასვლა და მომზადების ეტაპი მაქსიმალურად შეუფერხებელი და უმტკივნეულო უნდა იყოს. უკრაინა მუშაობს მობილიზაციის პირობების გაუმჯობესებაზე, აქცენტით ჯაჭვის ყველა ნაწილზე, საცხოვრებლიდან დაწყებული, მომზადებითა და კვებით დამთავრებული. მიზანი, როგორც ჩანს, არის ამ პროცესის მაქსიმალურად შეუფერხებლად გაკეთება, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს უკრაინას, რადგან შეძლებს მეტი გაწეული ჯარისკაცის შენარჩუნებას. მეტი ყურადღება იძლევა რეზერვების შექმნის შესაძლებლობას და ეს რეზერვები უკრაინის გეგმის ყველა სხვა ასპექტს აძლიერებს, რომელიც მიმართულია რუსეთის 2026 წლის კამპანიის დასასუსტებლად. და ამით ვუბრუნდებით გადაღლას. რუსეთმა გაზაფხულის შეტევა მარტის დასაწყისში დაიწყო. უკვე 2026 წლის დასაწყისში ვიწყებდით. ხედავდით, როგორ ამართლებს უკრაინის გადაღლის სტრატეგია. 2026 წლის პირველ 3 თვეში რუსეთმა 89,000 ჯარისკაცი დაკარგა და ახლა რუსეთი დღეში დაახლოებით 1500 მსხვერპლს განიცდის. კარგი ამბავი ვლადიმერ პუტინისთვის ის არის, რომ ეს მაჩვენებელი ნაკლებია იმ 100,000 ჯარისკაცზე, რომელიც რუსეთმა 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის იანვრამდე დაკარგა. თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას, მას შემდეგ რაც გაზაფხულის შეტევა დაიწყო. მათ შორის იყო რეკორდული დღე, როდესაც ვლადიმერ პუტინმა 17 მარტს ერთ დღეში 1700-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაკარგა, რაც 2026 წლისთვის დღიური მაქსიმუმია. და ეს არის მთავარი საკითხი, ჯერჯერობით. როდესაც რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი შეტევები, უკრაინის მიერ დათმისა და პოზიციების შენარჩუნების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის დანაკარგები კიდევ უფრო გაიზარდოს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ამბობს, რომ სურს უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში თვეში 50,000 დანაკარგი მიატენოს. უკრაინა ჯერ ამ მიზანს არ მიაღწია, მაგრამ თუ შეძლებს ყოველდღიურად 1700-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის დანაკარგი გახადოს ჩვეულებრივ მოვლენად, რაც სრულიად შესაძლებელია, რადგან რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში უფრო ძლიერად ცდილობს შეტევას, 50,000 დანაკარგი შეიძლება აღარ ჩანდეს შეუძლებელ მიზნად. საბოლოოდ 1700 თუ 30 დღეზე გავამრავლებთ, გამოვა 51,000 დანაკარგი. თუნდაც უკრაინამ ვერ მიაღწიოს 50,000 დანაკარგის მიზანს, უკრაინის მიერ შეშემუშავებული გეგმა ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნაკლებობა უფრო იმის ბრალი იქნება, რომ რუსეთი უკან დაიხევს თავისი დანაკარგების მასშტაბის გამო, ვიდრე იმის, რომ უკრაინის თავდაცვა ჩამოიშლება. როცა სირსკი ამბობს, რომ უნდა რუსეთი უკრაინის წესებით ათამაშოს, სწორედ ამას გულისხმობს. მეტი დანაკარგი, ტერიტორიების გათავისუფლება, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში პოზიციების შენარჩუნება, რუსეთის ძალების გადამისამართება და რეზერვების შექმნა იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ბრძოლა, რაც შეიძლება დიდხანს. ეს ყველაფერი ერთად უკრაინის გამარჯვების გზას ქმნის. რაც შეეხება რუსეთს, მისი მთავარი მიზანი დაასრულოს ომი, რომელიც პუტინმა 4 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, 2026 წლის ბოლომდე. უკვე დამსხვრეულია. რასაც რუსეთი ცდილობს, არის თავისი შეტევების მასშტაბისა და რაოდენობის გაზრდა, რასაც ის უკრაინის თავდაცვის გარღვევის მთავარ გზად მიიჩნევს. ყველა იმ მიმართულებიდან, სადაც პუტინს სურს შეტევა განახორციელოს, ოროხივი ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციად ითვლება დონეცკის ციხესიმაგრის ხაზის მიღმა. ეს დასახლება რუსეთს მისცემს გზას დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს ზაპორიჟიას ქალაქზე შეტევაზე გადავიდეს. მაგრამ ოროხივის დასაკავებლად რუსეთს ხულიაპოლას დაპყრობა მოუწევს. როგორც ადრე ვახსენეთ, უკრაინა ამ სექტორში კონტრშეტევას ახორციელებს, რის შედეგადაც მტერს დანაკარგები აქვს. რუსეთის წინსვლა ოროხივზე უკვე უკუგდებულია და აშკარაა, რომ უკრაინა იგივეს გაგრძელებას აპირებს. ასე არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები პუტინისთვის. შეტევების გაძლიერება ნიშნავდა მეტი ტერიტორიის დაკავებას და არა ტერიტორიის დაკარგვას ათასობით დანაკარგის ფონზე.
მაგრამ სწორედ ეს ხდება ახლა რუსეთისთვის. და როგორც უკრაინის ახალი ხმა იუწყება, კრემლი უკვე იმდენად ფრთხილობს იმით, რასაც ბრძოლის ველზე ხედავს რუსეთის შეტევის ასეთ ადრეულ ეტაპზე, რომ უკვე იწყებს 2026 წლისთვის მიზნების შემცირებას. საინფორმაციო საშუალება იუწყება, რომ ჯარისკაცების დეფიციტი უკვე იწყებს ამ შეტევის შეჩერებას. ამან კრემლი აიძულა გადაედო ისეთი მიზნები, როგორიცაა სუმის რეგიონში ბუფერული ზონის შექმნა და ზაპორიჟიაში უფრო შორს წაწევა 2026 წლის მეორე ნახევრისთვის და ზოგ შემთხვევაში 2027 წლისთვისაც კი. უკრაინის სამხედრო დაზვერვა მიუთითებს, რომ ხარკოვში და შავი ზღვის სანაპიროზე მიზნები უკვე მთლიანად გვერდზეა გადადებული. და იმ გაალბაშტაბულ შეტევის ნაცვლად, რომელსაც პუტინი 2026 წლისთვის გეგმავდა, ისევ იგივე შეღწევის ტაქტიკებია, რაც რუსეთმა 2025 წელს დაიწყო. ასე რომ რუსი ჯარისკაცების მცირე ჯგუფები წინ წავლენ, იზოლირებულნი დარჩებიან, განადგურდებიან და შემდეგ მათ ადგილს ახალი ჯგუფები დაიკავებენ, სიკვდილის ციკლში, რომელიც პირდაპირ ემსახურება უკრაინის გეგმების გამოფიტვის ასპექტს. უკრაინა იღებს ომის კონტროლს საკუთარ ხელში. საბრძოლოველი თავდაყირა დადგა და ყველა გეგმა, რომელიც რუსეთმა 2026 წლისთვის შეიმუშავა, უკვე ნამსხვრევებად აქცეული. რუსეთი კვლავაც შეეცდება წინწაწევას. შეიძლება გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიოს, მაგრამ რადგან უკვე მიზნები უკან იხევს, კრემლი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ზედმეტად შორს წავიდა. ეს უკრაინის წელია, რომ ბოლო მოუვოს რუსეთის აგრესიას და უკვე ძალიან კარგად ახორციელებს ამ გეგმას. პუტინმა სცადა შეექმნა ნარატივი უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ. რუსეთი 2026 წელს გაანადგურებდა უკრაინის თავდაცვას. პუტინი ხმამაღლა აცხადებდა ყველგან. რუსეთის ლიდერს სურდა ძალა ეჩვენებინა, მაგრამ 2026 წელმა აჩვენა, რომ მისი გრანდიოზული განცხადებები სასოწარკვეთის ნიშანი იყო. რუსეთის წინა ხაზებზე რაღაც გათხდა და გარდაუვალი 2026 წლის გამარჯვება აღარ მოდის. უკრაინა ახლა ომს იგებს და ექსპერტებმა ახსნეს, რატომ. ყველაფერი საბრძოლო ველზე მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება. რუსეთი ბევრად ნაკლებ წარმატებას აღწევს, ხოლო უკრაინა იმპულსს იძენს. რუსეთის მხარეს ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW, ექსპერტები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი მონაცემები, ავლენენ თუ რამდენად დიდი ტყუილია პუტინის განცხადებები 2026 წლის გამარჯვებაზე. რუსეთის რეალობა ისაა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინაში მისი მიღწევები მნიშვნელოვნად შენელდა, რადგან უკრაინამ გააერთიანა დამანგრეველი თავდაცვა და ძლიერი შეტევა, რათა ბრძოლა, რომელიც პუტინმა თითქმის მოგებულად გამოაცხადა, ისევ რუსეთში დაებრუნებინა. ISW განიხილავს პერიოდს 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის მარტამდე, თავის 31 მარტის შეფასებაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ. Starlink-ის ცუდომის დაკარგვისა და კრემლის მცდელობის ფონზე Telegram-ის შეზღუდვის, რამაც ფრონტის ხაზზე ქაოსი გამოიწვია, პუტინის ძალების მიღწევები შენელდა. აღნიშნულ 6 თვეში რუსეთმა დაიკავა 1929.69 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 745 კვადრატული მილი უკრაინის ტერიტორია. ეს საშუალო თვეში მხოლოდ 124 კვადრატულ მილზე ოდნავ მეტს შეადგენს, ან როგორც ISW აღნიშნავს, დღეში 10.66 კვადრატულ კილომეტრს. ანუ ოდნავ მეც ვიდრე 4.1 კვადრატული მილი. რა პრობლემაა შეიძლება იკითხოთ? ეს ციფრები მაინც აჩვენებს, რომ რუსეთი წინ მიიძევს. მართალი ხართ ასეა, მაგრამ გაიხსენეთ ის ნარატივი, რომელსაც პუტინი ცდილობს შექმნას. 2026 წელი უნდა იყოს ის წელი, როდესაც უკრაინის თავდაცვა საბოლოოდ დაინგრევა. თუმცა, როდესაც ამ მიღწევებს შევადარებთ იმას, რაც რუსეთმა 1 წლით ადრე მიაღწია, ვიწყებთ დავინახოთ ამ კონკრეტულ ნარატივში არსებული ხარვეზები. ISW-ს ექსპერტებმა შეადარეს მონაცემები 2026 წლის მარტამდე გასული 6 თვისა, იმავე პერიოდს შორის, რომელიც იყო 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტამდე. მათ აღმოაჩინეს, რომ რუსეთის ძალებმა ამ პერიოდში მოახერხეს უკრაინის 2716.47 ასეული კვადრატული კილომეტრის, ანუ თითქმის 1059 კვადრატული მილის დაპყრობა. ეს შეადგენს თვეში თითქმის 175 კვადრატულ მილს, რაც დღეში 14.9 კვადრატულ კილომეტრს, ან 5.75 ასეული კვადრატულ მილს უდრის. ვფიქრობ უკვე იწყებთ პრობლემის დანახვას. რუსეთი თითქოს უნდა იყოს უკრაინის გატეხვის ზღვარზე, მაგრამ მისი საბრძოლო მიღწევები სრულიად სხვა ისტორიას გვიყვება. რაც ჩვენ აქ რეალურად ხედავთ არის ის, რომ ბოლო 6 თვე რუსეთისთვის ეპიკური მასშტაბის მარცხი იყო. 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის მარტამდე რუსეთმა 300 კვადრატული მილი ნაკლები ტერიტორია აიღო, ვიდრე იმავე პერიოდში 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტამდე. ეს მაშინაც კი, როცა რუსეთი უფრო მეტ შორმა მანძილზე მოქმედ დრონს უშვებს უკრაინისკენ, ვიდრე ოდესმე გაუშვია. მათ შორის იყო 24 მარტის შეტევა, რომელშიც თითქმის 1000 დრონი მონაწილეობდა. ამ ტიპის თავდასხმები გააქტიურდა ზამთარში, როცა რუსეთი ცდილობდა უკრაინის ძალებზე ზეწოლას, ქვეყნის მოქალაქეების დაშინებით, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვებით. ამ სტრატეგიებიდან არც ერთი არ უმუშავია. რუსეთის დაუღალავი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინა არათუ საბოლოოდ დამარცხდა, არამედ მტკიცედ დგას და რუსეთის შენელებული წინსვლის უკანა ხაზებში პრობლემებს ქმნის, რაც პუტინს თავსატეხს უჩენს. ამ პრობლემებზე მალე ვისაუბრებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი უკრაინის ომში გარდამტეხ მომენტს ქმნის.
და რომ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდეს რუსეთისთვის, მარტმა მოიტანა გაზაფხულის შეტევის დასაწყისი, რომელიც თითქოს უნდა დაესრულებინა ყველაფერი უკრაინისთვის. და მაინც მიღწევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე 1 წლის წინ იყო. ჩვენ ხედავთ, რამდენად ცდილობს რუსეთი, რომ ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ისევ რიცხვებით უდევს. როგორც კიევ ინდეპენდენტი, ასევე RBC უკრაინა იუწყებიან, რომ მარტში რუსეთმა შეტევების რაოდენობა გაზარდა. პირველმა მათგანმა, კიევ ინდეპენდენტმა 33 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა სტატიის გამოქვეყნებამდე 4 დღეში 600 შეტევა განახორციელეს. ეს რუსეთისთვის კარგად არ დასრულებულა. ეს 600 შეტევაც ისე იქნა ჩახშობილი, როგორც ვნახეთ, უკრაინამ შეძლო ბოლო 6 თვის განმავლობაში, რომელსაც ISW აშუქებს და რუსეთის დანაკარგები უზარმაზარი იყო. პუტინმა 10,000-ობით ჯარისკაცი ჩართვა ამ შეტევებში და აღნიშნულ 4 დღეში სირსკის თქმით, რუსეთმა 6090 მსხვერპლი განიცადა. თუ მთლიანად კვირას 23 მარტამდე ჩავთვლით, რუსეთმა 8700 ქვეითის დანაკარგი განიცადა, მაგრამ პრაქტიკულად ვერანაირი წარმატება ვერ მოიპოვა. უკრაინელი ჯარისკაცების პროფესიონალური და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, მტრის შეტევითი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით შეჩერდა, იმ დროს განაცხადა სირსკიმ. RBC უკრაინის ანგარიში ხაზგასმულია, რამდენად არარეალური გახდა რუსეთის მიზნები, რადგან მისი შეტევები შეჩერებულია და წარმატებები სულ უფრო ნაკლებია. გამოცემა წერს, რომ დონეცკის ციხესიმაგრეების სარტყელი, რომელშიც შედის მნიშვნელოვანი ქალაქები სლოვიანსკი და კრამატორსკი, კრემლის სამიზნეში უნდა იყოს. ამ ქალაქებამდე მისასვლელად რუსეთს კიდევ ერთი ციხესიმაგრის სარტყელის ნაწილი, კონსტანტინივკა უნდა დაიკავოს. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ძალებს ამ კონკრეტული ამოცამის შესრულებისთვის ვადა 25 აპრილამდე დაუწესა და აცხადებს, რომ მთელი დონეცკი 2026 წლისთვის რუსეთის ხელში უნდა გადავიდეს. ეს სრულიად აბსურდული მოთხოვნებია. რუსეთს დონეცკის ქალაქ პოკროვსკში რაიმე სახის გარღვევის მისაღწევად 21 თვე დასჭირდა და შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე, სანამ შეძლებდნენ ლეგიტიმურად ეთქვათ, რომ ქალაქი აიღეს. პოხროვსკი უფრო პატარაა, ვიდრე გამაგრებული ქალაქების სარტყელში არსებული ბევრი დიდი ქალაქი, მაგრამ პუტინი ფიქრობს, რომ ეს სარტყელი მომდევნო 9 თვეში დაეცემა. როგორ? რუსეთი ახლა უფრო ნელა მიიწევს წინ, ვიდრე 1 წლის წინ, მაგრამ პუტინი რატომღაც ფიქრობს, რომ ყველაფერი ჯადოსნურად დაჩქარდება, მაშინ როცა მისი არმია 2026 წელს ყველაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს. თუ აქ რაიმე ლოგიკის ნატამალი მაინც არის, ჩვენ ვერ პოულობთ მას. რაც ჩვენ ხედავთ, ეს არის სასოწარკვეთილი მოთხოვნები რუსეთის პრეზიდენტისგან, რომელიც იცის, რომ უკრაინის თითქოს და გარდაუვალი დაშლა ძალიან შორსაა იმ რეალობისგან, რაც ბრძოლის ველზე ჩანს. მიღწევები ძალიან ნელა მიმდინარეობს ამ მოთხოვნებისთვის. ისინი აშკარად ძალიან ნელია იმ ვადებისთვისაც, რაც პუტინმა თავის ძალებს დაუწესა. როგორც ISW აღნიშნავს, 2026 წლის მარტის ბოლოსთვის ბრძოლის ველის რეალობა კვლავ აჩვენებს, რომ რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევები, სრული გამარჯვება რომ აღარაფერი ვთქვათ, არც გარდაუვალია და არც მალე მოსალოდნელი. მაგრამ სწორედ აქ იმალება ნამდვილი პრობლემა პუტინისთვის. როდესაც მისი ძალები მთელ უკრაინაში ძლივს მიიწევენ წინ, მათ ასევე უწევთ იმ ფაქტთან გამკლავება, რომ ბრძოლის ველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში ტერიტორიებს კარგავენ. უკრაინის სამხრეთში, სადაც რუსეთმა 2025 წლის მეორე ნახევარში დიდი ძალისხმევა დახარჯა ტერიტორიების დასაკავებლად, და 2026 წელს დონეცკში მთავარი შეტევის დასაცავად ბუფერული ზონა შეექმნა, რუსეთი ახლა პოზიციებს კარგავს. 31 მარტს სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წარმატებულმა სამხრეთულმა შეტევამ რუსეთის გაზაფხულის გეგმები დაარღვია. ეს ახლა აშკარად ჩანს როგორც ნელი წინსვით, ასევე უზარმაზარი დანაკარგებით. უკრაინამ ასევე შეძლო ოლექსანდრივკას სექტორში 480 კვადრატული კილომეტრის, ანუ დაახლოებით 185 კვადრატული მილის ტერიტორიის გათავისუფლება და შეესაძლოა კიდევ მეტი გათავისუფლდეს. აქ ჩვენ ხედავთ კიდევ უფრო მეტ რუსულ დანაკარგს, რომლებიც ემატება იმ დანაკარგებს, რაც რუსეთმა ბოლო თვეებში უკვე განიცადა. ეს ბოლო მიღწევები აღემატება იმ მაჩვენებლებს, რაც დაფიქსირდა დობროპილიას კონტრშეტევის დროს, რომლის შესახებაც UNN იუწყება, რომ უკრაინამ რუსეთიდან დაიბრუნა დაახლოებით 430 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 166 კვადრატული მილი ტერიტორია. და კუპიანსკში, რომლის დაკავებასაც რუსეთი 2025 წლის ბოლოს ამტკიცებდა, მოხდა სრული შემოbrunება, რაც დამატებით სულ მცირე 183 კვადრატული კილომეტრის, ანუ 70.75 ასეული კვადრატული მილის ტერიტორიის გათავისუფლებას ნიშნავს. ეს რუსეთისთვის სასიკვდილო კომბინაციაა. ის ახლა ნაკლებად იფრობს ტერიტორიებს ვიდრე 1 წლის წინ და ამ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს, თანაც არაუბრალოდ ნებისმიერ ტერიტორიას. ეს არის მნიშვნელოვანი დასახლებები და მიწის მონაკვეთები, რომლებიც უკრაინამ დაიბრუნა. ტერიტორიები, რომელთა დასაკავებლადაც რუსეთმა თავდაპირველად უზარმაზარი დრო და ადამიანური რესურსი დახარჯა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ახლა კიდევ უფრო მეტი რესურსის ფუჭად დახარჯვა უწევს იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც ეგონა რომ უსაფრთხოდ ჰქონდა დაკავებული. პუტინი აღმოსავლეთის მთავარ ფრონტიდან კიდევ მეტ რეზერვს გაგზავნის, რაც იქ უკვე შეფერხებულ შეტევებს კიდევ უფრო ანელებს, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ნაკლები ტერიტორია იქნება დაკავებული. ეხლა უკვე რუსული მარცხის ციკლია დაწყებული, რადგან პუტინის ძალები გადაჭიმულია, მაშინ როცა უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას აგრძელებს. აი ასე გამოიყურება უკრაინის გარდაუვალი კოლაფსი, პუტინო. თუ ასეა, უკრაინა ამის კიდევ ბევრად მეც მოინდომებს.
დაუბრუნდეთ იმ ამბიციურ კრემლის მიზნებს, რომლებიც ვახსენეთ. არის რაიმე შანსი, რომ ისინი შესრულდეს? ISW-ს ექსპერტები ამბობენ, რომ არა. რუსეთი იძულებულია ფარულ მობილიზაციას მიმართოს მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის ნისნელი წინსვლა, რასაც ვხედავთ, რადგან მისი მეტი ჯარისკაცი უკრაინის თავდაცვამ გაანადგურა. რიაზანში 20 მარტს ხელმოწერილი დეკრეტის მიხედვით, იმ კომპანიებს, სადაც 150-დან 500-მდე თანამშრომელია, ევალებათ აერჩიონ 2-5 თანამშრომელი და ხელი მოაწერინონ კონტრაქტზე რუსეთის სამხედრო ძალებთან. ეს სიგიჟე და სასოწარკვეთილებაა, რომლებიც ეს ხდება იმიტომ, რომ პუტინმა იცის, რუსეთი ვერასდროს მიუახლოვდება იმ მიზნებს, რაც მას ჯარისკაცებისთვის აქვს დასახული. როგორ შეძლებდა ამას? კრემლი აიძულებს ხალხს სამუშაო ადგილებიდან წავიდნენ ომში, რაც ისეთივე ნათელი მაჩვენებელია, როგორც ნებისმიერი სხვა, რომ მოხალისეთა ნაკადი, რომელმაც რუსეთს უკრაინაში აქამდე მოღწევა მოახერხებინა, უკვე შრება. ჩვენ რეალურ დროში ვხედავთ, როგორ ინგრევა რუსეთის მიღწევები. კითხვა ისაა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ზუსტად ამას განვიხილავთ შემდეგ, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო გადაცემას. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ გსურთ მოვლენებს წინ უსწრებდეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მაშ, რა მოხდა, რამაც რუსეთის შენელება გამოიწვია? უკრაინის კონტრშეტევამ, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, დიდი როლი ითამაშა. ამან რუსეთი აიძულა გადაენაწილებინა ჯარები იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც ეგონა რომ უკვე ჰქონდა დაკავებული, და ეს ბუნებრივია, ფრონტის სხვა ნაწილებზეც აისახა. ელიტარული რუსული სადესანტო და საზღვაო ქვეითი ნაწილები მარლის დასაწყისში სამხრეთში გაგზავნეს, რათა უკრაინის წინსვლა შეეჩერებინათ. აშკარად ვერ შეძლეს ამის გაკეთება. თავის მხრივ, უკრაინა კონტრშეტევებს ახორციელებს ფრონტის იმ მონაკვეთებზე, სადაც რუსეთის ჯარები ყველაზე სუსტები არიან. ეს კიდევ უფრო მეტ გადაჯგუფებას იწევს რუსულ რიგებში, რადგან სამხედრო მეთაურებს უწევთ ჯარების გადამისამართება იქ, სადაც უკრაინის მორიგი კონტრშეტევა მიმდინარეობს. ამ ჯარებს დრო სჭირდებათ მისასვლელად, რაც იწევს მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას. და ყოველი ასეთი გადაადგილება არ ღვევს იმას, რასაც რუსეთი მთელი ფრონტის ხაზზე გეგმავდა. კიდევ ერთხელ, ეს ციკლია. და სანამ უკრაინა ამას აგრძელებს, რუსეთს ამისთვის რეალური პასუხები არ აქვს. თუმცა, უკრაინის სასარგებლოდ ძალთა ბალანსის ცვლილებას მხოლოდ კონტრშეტევა არ განაპირობებს. უკრაინის თავდაცვითი ევოლუციაც დიდ როლს ასრულებს იმაში, რასაც ახლა ბრძოლის ველზე ვხედავთ. და ჩვენ არ გულისხმობთ სასიკვდილო ზონებში FPV დრონების ზრდას, რომლებიც უკვე ანადგურებდნენ პუტინის ძალებს. ეს ზონები ფრონტის ხაზზე სამჯერ გაიზარდა, რადგან უკრაინამ შეიმუშავა და ახლა იყენებს საშუალო რადიუსის დრონებს რუსეთის უკანა ხაზის დასაზიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ISW-მ ეს საკითხი გააშუქა 15 მარტის პოსტში, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები აძლიერებენ საშუალო რადიუსის დარტყმების კამპანიას, ზრდიან თავიანთ შესაძლებლობებს რუსეთის სარაკეტო დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასუსტებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვას და არღვევენ შეტევით ოპერაციებს მოსალოდნელი რუსეთის გაზაფხული ზაფხული 2026 წლის შეტევამდე. სხვა მედია საშუალებებმა, მათ შორის Pravdam და Kiev Independent-მა, გავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის განადგურება 2026 წელს თავარ ტენდენციად იქცა. საშუალო რადიუსის დრონებს თითქმის სამჯერ მეტი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, ვიდრე ისეთი იარაღებს, როგორიცაა HIMARS-ის რაკეტები, რომლებსაც უკრაინა წარსულში იყენებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამიზნეების დასაფრთხმელად. ამ რაკეტებს ახლა უერთდებიან დრონები, რომლებიც ანადგურებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვას, რის შედეგადაც იქმნება უსაფრთხო საჰაერო კორიდორები, რომლებსაც უკრაინა იყენებს. გამოიყენოს იგივე დრონები ჯარისკაცების თავმოყრის ადგილების, სარდლობისა და მართვის პუნქტების, დრონების ოპერაციული შტაბების და სხვა ნებისმიერი ობიექტის გასანადგურებლად, რასაც რუსეთი ხაზის უკან იყენებს თავისი ძალების ფრონტზე მხარდასაჭერად. ეს არის პუტინის მიერ შეკრებილი საბრძოლო ძალის სისტემური დასუსტება და ეს ანელებს რუსეთს. ასე უნდა იყოს. ლოგიკა აქ ძალიან მარტივია. თუ უკრაინის საშუალო რადიუსის ერთ-ერთი დრონი რუსულ საბრძოლო მასალის საწყობს და არტყამს, ეს მასალა ვეღარ მიეწოდება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე პოზიციების შტურმზე არიან დანიშნულები. რა ხდება შემდეგ? იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც აღარ აქვთ საბრძოლო მასალა, მაინც აძლევენ წინსვლის ბრძანებას და ისინი უკრაინის დრონების მიერ ნადგურდებიან, სანამ რაიმე წინსვლის მიღწევასაც კი მიუახლოვდებიან. როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინის შიგნით იშლება, ასეთ შეტევები ახლო ზურგში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. და მათთან ახლავს ღრმა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც უკვე წელიწადზე მეტია ვხედავთ და რომლებიც იმავე მიზანს ემსახურება, როგორც საშუალო მანძილის დრონები, რუსეთის სამხედრო ძალის შიგნიდან დასუსტებას. უკრაინამ მარტში იდეალური მაგალითი აჩვენა, როდესაც შეუჩერებელი იერიში მიიტანა რუსეთის ბალტიის ზღვის პორტებზე. ამ პორტებზე თავდასხმებმა რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრის 40% გამორთო, როგორც კიევ პოსტმა 1 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს არ შეუძლია ნავთობისაბისა და საწვავის გაყიდვა იმ დროს, როცა ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა COVID-ის ეპოქის შემდეგ ირანის ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო. ნაკლები გაყიდვები ნიშნავს ნაკლებ ფულს, რომელიც რუსეთში შედის კრემლის თავდასხმებისთვის. და თუ პუტინი ამ ნავთობის შემოსავალს ვერ იღებს, მას არ ექნება ფული მეტი ტექნიკის დასამზადებლად და იმ ჯარისკაცების დასაქირავებლად, რომლებიც რუსეთს უკრაინაში წარმატებისთვის სჭირდება. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გადაიქცა ეს ყველაფერი რუსეთისთვის კოშმარულ სცენარად.
უკრაინამ მოიპოვა უპირატესობა ბრძოლის ველზე, რადგან ფრთხილად არჩევდა სამიზნეებს. მაშინ როცა რუსეთის სტრატეგია შეცვლილა და პუტინი კვლავაც იყენებს ტაქტიკას, რომ უკრაინას მასობრივი ძალებით შეუდიოს, როგორც ომის დასაწყისიდანვე აკეთებდა. უკრაინის სამხრეთში გონივრულმა კონტრშეტევებმა რუსეთის შეტევა აღმოსავლეთში დაარღვია. საშუალო რადიუსის დრონები აღმოსავლეთში სამხედრო ობიექტებს ანადგურებენ, რაც კიდევ უფრო დიდ არეულობას იწვევს. და თავად რუსეთში უკრაინა ნავთობსა და სხვა სამხედრო ობიექტებს უტევს. ამ თავდასხმებით კი მუდმივად უშლის ხელს რუსეთის საომარ მანქანას. ეს კოორდინირებული და გაანგარიშებულია. ეს უკრაინის საუკეთესო მხარეა და პუტინს ძალიან აძლევს სასოწარკვეთილებას, რომ შეინარჩუნოს ნარატივი, თითქოს რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია. ჩვენ უკვე ვახსენეთ ეს სასოწარკვეთა და უკვე ვიწყებთ მის აშკარა ნიშნებს, იმის მიხედვით რა მოთხოვნებს უყენებს პუტინი უკრაინას, რადგან რუსეთის ლიდერი ცდილობს მიაღწიოს მშვიდობის იმ ვერსიას, რომელსაც მისი ჯარები ბრძოლის ველზე ვერ იღებენ. მარტის 31-ში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაამჟღავნა, რომ რუსეთმა მოითხოვა უკრაინამ მომდევნო ორ თვეში მთლიანად დატოვოს დონბასის რეგიონი. ანუ მაისის ბოლოსთვის. და დამთხოვით, დონბასი არის აღმოსავლეთ რეგიონი, რომელიც რუსეთის გაზაფხულის შეტევის მთავარი მიზანია. ციხესიმაგრეების საწყლის მდებარეობა და ის ადგილია, სადაც რუსეთის წინსვლა შენელდა. ამ ამბის გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ კიევ ინდეპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. აპრილის პირველ რიცხვში პუტინის საყვარელმა პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რაც შეეხება ორ თვეს, აქ ეს მთავარი არ არის. ვლადიმირ ზელენსკიმ უკვე დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაიყვანოს უკრაინული ჯარები დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა. ეს არაერთხელ თქმულა და თეორიულად ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გუშინვე უნდა მიიღო. მას უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს ეს რთული გადაწყვეტილება. ეს ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლაა. მაგრამ ეს ისეთი ზეწოლა არ არის, რომ უკრაინა დანებდეს. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ დონბასის დათმობას მშვიდობის შეთანხმების ფარგლებში არც კი განიხილოს. რუსეთს ეს კარგად ესმის, მაგრამ ახლა ახალ მოთხოვნებს აკანებს, რადგან იცის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მისი წინსვლის ნელი ტემპი ძალიან შორსაა იმ მიზნის მიღწევიდან, რაც დონეცკის არეებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ დონბასის დაცემას 2026 წლის ბოლომდე ნიშნავს. კიდევ ერთხელ, ეს არის პუტინის მცდელობა, ძალაუფლება აჩვენოს იმ დროს, როცა ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ტერიტორიები უკრაინის სამხრეთში თავისუფლდება და რუსეთის გაზაფხულის შეტევა, რაც შეიძლება ცუდად დაიწყო. არ არსებობს მიზეზი, რომ უკრაინამ დათანხმდეს ამ სასოწარკვეთილ მოთხოვნებს. კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტმა თიმოფი მილოვანოვმა 31 მარტს განაცხადა, რომ 2026 წლის მარტი რუსეთის დანაკარგებისთვის რეკორდული თვე იქნება, რადგან მსხვერპლის რაოდენობა როგორც ჩანს 30,000-ს გადააჯარბებს. კიდევ ერთხელ, ფრონტის ხაზზე პუტინის სასოწარკვეთა შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მალავს რუსეთის ცუდ მდგომარეობას, აისახება იმ სასება იმ სასოწარკვეთაში, რასაც გრძნობენ ჯარისკაცები, რომლებსაც რუსეთი ფრონტზე აგზავნის. 30 მარტს გამოცემულმა United 44-ის მედია რეპორტმა აჩვენა, რომ სულ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი თავს იკლავს იმის ნაცვლად, რომ შეხვდეს უკრაინის მიერ განლაგებულ საშიშ დრონების ჯგუფებს, რომლებიც მათ სასიკვდილო ზონებში ელოდებათ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ უკრაინის ძალები იმდენ ვიდეო მტკიცებულებას იღებენ ამ თვითმკვლელობების ტალღაზე, რომ შეუძლიათ დაასკვნან ეს ყოველდღიური მოვლენაა რუსეთის რიგით ჯარისკაცებში. რუსი ჯარისკაცები როგორც წესი თავს იკლავენ მაშინ, როცა დაჯრილები არიან, ან უკრაინის დრონების მიერ ალტაში მოქცეულები. და ის იმიტომ ხდება, რომ რუსეთის პროპაგანდამ დაეუბნება მათ, თითქოს უმჯობესია მაშინვე მოგდე, ვიდრე უკრაინას ტყვედ ჩაბარდე. ტყუილი ტყუილზე. ამაზეა აგებული მთელი უკრაინაში შეჭრა. პუტინის ჯარისკაცები იღებენ რეალობის იმ დოზას, რომელსაც მათი ლიდერი ცდილობდა დაემალა მათთვის. გაზაფხულის შეტევა, რომელიც უკრაინის დასასრულამდე უნდა მieკვანა, უკვე მარტს განიცდის. ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება უკრაინის თავდასხმაზე და კიდევ უფრო მეტი თავს იკლავს, სანამ სიკვდილის შანსი მიეცემათ. კრემლმა შეუსრულებელი მიზნები დააყენა, რომლებიც ვერ შესრულდება იმ წინსვლის ტემპით, რაც რუსეთს ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდა. რაც შეეხება უკრაინას, ის კონტრშეტევაზეა გადასული. ის ნელ-ნელა ანადგურებს რუსეთის ზურგს. ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ძალთა ბალანსი იმდენად იცვლება, რომ უკრაინა უფრო ახლოსაა ომის მოგებასთან, ვიდრე რუსეთი, რომელიმე იმ გეგმის შესრულებასთან ომისთან, რომელიც ვლადიმირ პუტინმა სცადა გაეტარებინა. რუსეთის ნარატივი ჩამოიშალა. უკრაინა წინ მიიწევს, მაშინ როცა რუსეთი ნელდება. და ბალტიის რეგიონში ნავთობის ტერმინალები იწვის. უკრაინის შორმანძილზე დარტყმებს ბალტიის რეგიონში უკვე შევეხეთ და ისინი დამანგრეველია. პუტინისთვის 2026 წლის გაზაფხული უნდა ყოფილიყო დიდი შეტევის დასაწყისი, რაც საბოლოოდ მისცემდა საშუალებას ეთქვა, რომ მისი ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმატებული იყო. მაგრამ ასე არ ხდება. უკრაინის კონტრშეტევა რუსულ ძალებს ანადგურებს. პუტინის ომი ინგრევა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული არმია დააბრმავა და შემდეგ მოახდინა მასშტაბური გარდატეხა, რასაც არავინ ელოდა. ეს არის გათავისუფლება, ეს არის დერუსიფიკაცია. და ამან გამოიწვია უკრაინის მიერ რეკორდების დამხობა ყველგან, დაწყებული უკრაინული ტერიტორიის ყველაზე მასშტაბური გათავისუფლებით, რაც 2023 წლის კონტრშეტევის შემდეგ გვინახავს.
2026 წლის პირველ ორ თვეში უკრაინამ შეძლო თავისი ტერიტორიის შთამბეჭდავი 100 კვადრატული მილის დაბრუნება, რომლის დიდი ნაწილი ზაპოროჟიეს რეგიონშია, ასევე ქვეყნის სხვა სამხრეთ რეგიონებში რუსეთისგან. ამის შესახებ იუწყება United 24 მედია, რომელიც ამბობს, რომ ამდენი ტერიტორიის დერუსიფიკაცია წარმოადგენს არამხოლოდ ყველაზე დიდ მიწას, რომელიც უკრაინამ 2023 წლის შემდეგ გაათავისუფლა, არამედ პირველად მას შემდეგ, რაც იმ წელს კონტრშეტევა დაიწყო, უკრაინამ შეძლო უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნება, ვიდრე პუტინის ძალებს დაუთო. ეხლა ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას უკრაინის ომში და მის საბრძოლო დინამიკაში, რაც მიუთითებს, რომ თითქმის 3 წლის შემდეგ პირველად უკრაინამ საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა ბრძოლის ველზე. რუსეთის ძალების ნელი წინსვლა შეჩერებულია ფრონტის ხაზების უმეტეს ნაწილზე, ხოლო უკრაინა მისარგებლა თავისი ახალი პოზიციით და დაიწყო შეტევა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც პუტინს უსაფრთხოდ მიაჩნდა. ამ შეტევას დიდი დახმარება გაუწია SpaceX-მა და Elon Musk-ის გადაწყვეტილებამ. საბოლოოდ შეეწყვიტა რუსეთის წვდომა Starlink-ის ქსელზე, რომელსაც რუსეთი მანამდე არალეგალური ტერმინალების საშუალებით იყენებდა და თავის ჯარისკაცებს აწვდიდა. ზოგიერთი იტყოდა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიღებულიყო. SpaceX-მა შექმნა თეთრი სია უკრაინის Starlink-ის ტერმინალებისთვის, რაც ავტომატურად ითიშავდა უკრაინაში გამოყენებულ არალეგალურ რუსულ ტერმინალებს. შედეგად რუსულ ხაზებში ქაოსი დაიწყო. სწორედ აქედან დაიწყო სიტუაციის შეცვლა უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინის წინსვლა ზაპოროჟიაში გამოწვეული იყო კომუნიკაციების სრული ჩამოშლით, რომელიც Starlink-ის გათიშვის შემდეგ მოხდა. მოულოდნელად რუსი დივერსანტები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიპარდნენ და გაძლიერებას ელოდნენ, ინფორმაციის მიღებას ვეღარ ახერხებდნენ. იზოლირებულები და გაუგებრობაში მყოფი დივერსანტები უკრაინის საძიებო და განადგურების ჯგუფების მიერ ერთ-ერთად ილიკვიდირებიან, რამაც პუტინის ისედაც მკრიფე კონტროლი უკრაინის სამხრეთის დიდ ტერიტორიებზე კიდევ უფრო შეასუსტა. რუსეთი კლავაც ძალიან სუსტ მდგომარეობაშია მართვისა და კონტროლის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ სასოწარკვეთილად ცდილობს ალტერნატივების პოვნას გათიშული Starlink-ის ტერმინალების ნაცვლად, რომლებსაც ვეღარ იხენებს. ეს პუტინისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა. როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პუტინი და მისი კრემლის თანამზრახველები გაზაფხულის შეტევისთვის ემზადებოდნენ, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულის სიღრმემდე და შესაძლოა შემოდგომამდეც კი გაგრძელდებოდა. დონეცკში ციხესიმაგრეების ხაზზე შეტევა და უკრაინის სამხრეთში მეტი ტერიტორიის დაკავება ამ შეტევის მიზნები იყო. მაგრამ რადგან უკრაინის ძალები აგრძელებენ წისვლას, კრემლი იძულებულია გადახედოს ამ მიზნებს, რადგან რუსეთის ჯარები მოულოდნელად თავდაცვით პოზიციაზე აღმოჩნდნენ, რაც სრულიად საპირისპიროა იმასთან, რასაც ისინი ამ გაზაფხულზე უნდა აკეთებდნენ. United 24 მედია იუწყება, რომ თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევა, რომელიც უკრაინისთვის უზარმაზარ შედეგებს იძლევა, სპეციალურად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ გაეფუჭებინათ ის გაზაფხულის შეტევა. და მაშინაც კი როცა რუსეთი ცდილობს ძალების თავმოყრას მნიშვნელოვან სამიზნეებთან, მაგალითად იულიაპოლიას დასახლების მახლობლად, მას ამის გაკეთება უწევს 2 თვის განუწყვეტელი დანაკარგების შემდეგ, რამაც ყველა გეგმა ჩაშალა. კრემლის მიერ დასახული გეგმები ნამსხვრევებად იქცა. ეს გაზაფხული უნდა ყოფილიყო რუსეთის გამარჯვებისთვის მომზადების პერიოდი. ამის ნაცვლად, რაც აქამდე ვიხილეთ, არის უკრაინის მუდმივი შეტევა, როცა ის კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას ათავისუფლებს რუსული გავლენისგან. რაც როგორც ჩანს, ადგილობრივი კონტრშეტევით დაიწყო და სტალინის დაკარგვამ გამოიწვია, ახლა ბევრად უფრო მასშტაბურ მოვლენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ზანთრის ამინდი იწმინდება, რაც თითქოს უნდა გამხდარიყო ის ეტაპი, როცა რუსეთი თავის შეტევას დაიწყებდა, მაინც უკრაინა აღწევს წარმატებებს, რადგან კარგად იცავს თავს პუტინის მიერ თავმოყრილი ძალების წინააღმდეგ. ეს არისო ის სცენარი, როგორც რუსეთს სურდა. პუტინს სურდა ზანთარი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბაში გაეტარებინა, იმ იმედით, რომ შეძლებდა უკრაინის ადრედანებას. დანებებას ეს სტრატეგია ჩავარდა. უკრაინამ გაუძლო საჰაერო იერიშს და უფრო ძლიერი დაბრუნდა, ვიდრე რუსეთს ოდესმე წარმოედგინა იმ ზამთარში, როცა მისი დაცემა უნდა ენახათ. და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დერუსიფიკაცია გრძელდება. რუსი სამხედრო ბლოგერები ახლა ჭუიდან გადადიან. ამის შესახებ იუწყება ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW, რომელმაც ეს პუტინის შეჭრის შესახებ თავის 25 მარტის შეფასებაში აღნიშნა. ამ სამხედრო ბლოგერები ახლა ხვრელებს პოულობენ ინფილტრაციის სტრატეგიაში, რომელზეც რუსეთი 2025 წლის უმეტეს ნაწილში იყო დამოკიდებული და რომელსაც კვლავაც ცდილობს გამოიყენოს. მაშინაც კი, როცა უკრაინის საძიებო და განადგურების ჯგუფები ამ ინფილტრანტებს ანადგურებენ. რუსეთი ამგვარი ტაქტიკით ვერანაირ მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მიაღწევს, აცხადებენ მისი სამხედრო ბლოგერები. რუსეთ ვერანაირ ფუნდამენტურ გამარჯვებას ვერ მიაღწევს, თუ არ მოხდება მთელი ძალოვანი სტრუქტურის მასშტაბური რეფორმირება, რაც გულისხმობს ინფილტრაციაზე უარის თქმას და უფრო მასშტაბურ მექანიზებულ შეტევებზე დაბრუნებას, რომლებიც უკრაინის თავდაცვას დაარტყამს. მილბლოგერმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს უკრაინის დანარჩენი ნაწილის დასაკავებლად დაახლოებით 100 წელი დასჭირდებათ, რაც მსგავსია ISW-ის შეფასებისა, რომის მიხედვითაც რუსეთის ძალებს ქვეყნის დარჩენილი ნაწილის დასაკავებლად 83 წელი დასჭირდებათ. თუ ისინი შეძლებენ 2025 წლის თებერვლიდან წინსვლის ამ ტემპის შენარჩუნებას, როგორც ISW იუწყება. მთელი საუკუნე დიდხანს ჩანს იმისთვის, რომ დაელოდო გამარჯვებას, რომელიც თითქოს 2026 წელს უნდა მოსულიყო.
და როგორღაც პუტინისთვის ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა, როცა ის ცდილობს უპასუხოს უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილის დერუსიფიკაციას. რუსეთმა სცადა სიტუაციის ესკალაცია. ეს ვერ მოახერხა. 22 მარტის ISW-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო სარდლობამ სპეციალური დანიშნულების ძალები სამხრეთ უკრაინაში განათავსა, რათა შეეჩერებინა უკრაინის კონტრშეტევა. ეს ძალები ოლექსანდრიუკის მიმართულებით გაემართნენ, სადაც უკრაინამ თავისი ყველაზე შთამბეჭდავი წარმატებები მოიპოვა. მაგრამ ამ ეგრეთ წოდებიგნი ელიტარულმა ოპერატორებმა მათი განთავსების შემდეგ აბსოლუტურად ვერაფერი შეძლეს. რუსეთი კვლავ ეყრდნობა შეღწევის ტაქტიკას, რომელსაც უკრაინა ასე ეფექტურად უპირისპირდება. ის ასევე ვერ ახერხებს სტაბილური საჰაერო დაზვერვის ორგანიზებას, იუწყება ISW. და ჩვენ არ გვინახავს არც ერთი უკუსლა იმ წარმატებებიდან, რაც უკრაინამ ბოლო რამდენიმე თვეში მოიპოვა. პუტინმა თავისი საუკეთესოები გაგზავნა, მხოლოდ იმისთვის, რომ აღმოაჩინა, არც ისინი არიან საკმარისად კარგები, რათა შეაჩერონ მან მასშტაბური დერუსიფიკაცია, რომელიც უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მიმდინარეობს. მაგრამ აქედან პუტინისთვის ყველაფერი მართლაც სერიოზული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთში მისი თავდაცვა ინგრევა, პუტინი ის ადამიანია, რომელიც გეგმას მიღვება, რამდენადაც აბსურდული არ უნდა გახდეს ის. ზუსტად ასე მოიქცა გაზაფხულის შეტევასთან დაკავშირებითაც, როცა თავის უკვე დასუსტებულ ძალებს უბრძანა, რომ უკრაინის თავდაცვაზე შეტევა მიეტანათ, მაშინაც კი როცა სამხრეთში პოზიციებს კარგავენ. დონეცკი კვლავაც მთავარი სამიზნეა, თუმცა ზაპორიჟიაც არ ჩამორჩება და რუსეთის მცდელობები ამ მიმართულებებით წინ წაიძიოს კიდევ უფრო მეტი რეკორდის მოხსნას იწვევს. უკვე აღირიცხება ძალიან მაღალი დანაკარგები დასუსტებულ რუსულ ძალებში და ეს დანაკარგები იმდენად იზრდება, რომ როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებენ, რომ რუსეთის ახალი მებრძოლების მოზიდვის მცდელობები საკმარისად ძლიერი არ არის, რომ დანაკარგები აანაზღაუროს. ჩვენ ახლახან კიდევ ერთი რეკორდის მოხსნაზე ვისაუბრეთ. 19 მარტს ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 2 დღის წინ დაკარგა 1710 ჯარისკაცი, რაც 2026 წელს დღიური დანაკარგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რუსეთისთვის. გამოცემა ამატებს, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა დიდი როლი ითამაშეს ამ მიღწევაში, რადგან მათ დაახლოებით 1 დღის და ნახევრის განმავლობაში პუტინის 900 ჯარისკაცი გაანადგურეს. პუტინისთვის დამანგრეველია ის ფაქტი, რომ ეს მასიური დანაკარგები უკრაინისთვის უდავო ნიშანია იმისა, რომ გაზაფხულის შეტევა ოფიციალურად დაიწყო. რუსეთი არ იძენს უზარმაზარ ტერიტორიებს და არც ახალ სტრატეგიას იყენებს, რომელიც უკრაინას არასდროს უნახავს. ის უბრალოდ კიდევ უფრო მეტ თავის ჯარისკაცს აგზავნის სასაკლაოში, ვიდრე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აგზავნიდა. და უკრაინა სიხარულით ანადგურებს ამ რუს ჯარისკაცებს და მათ დამახინჯებულ ნარჩენებს პირდაპირ პუტინის სახეში უბრუნებს. ეს ყველაფერი რაც რუსეთს აქვს. ადამიანურ რესურსზე დაფუძნებული სტრატეგია, სადაც ის ჯარისკაცებს უმნიშვნელო მიღწევებისთვის წირავს. ამ სტრატეგიას უპირისპირდება უკრაინის სტრატეგია, რომელიც მიზანმიმართულ და გონივრულ მოქმედებებზეა დაფუძნებული რუსეთის სუსტი ჩადგმული ძალების წინააღმდეგ. უკრაინა უფრო მეტს იღებს ვიდრე დებს, მაშინ როცა რუსეთი ჯარისკაცებს მასობრივად კარგავს პრაქტიკულად არაფრის სანაცვლოდ. ეს არ იყო ერთჯერადი შემთხვევა პუტინის ძალებისთვის. ეხლა პუტინის ძალებს გამოფიტვა ელის მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ისინი უკან დაახევინა და რუსეთის რეზე გაანადგურები გაანადგურა. ISW-ის კიდევ ერთი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 33 მარტს გამოქვეყნდა, რუსეთმა 6090 ჯარისკაცი დაკარგა 4 დღის განმავლობაში, 17 მარტიდან 20 მარტამდე. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველდღიურად 1520 ჯარისკაცი იღუპებოდა. და ეს იყო წინაპირობა კვირისა, რომელიც 17 მარტიდან დაიწყო და რომის განმავლობაშიც უკრაინამ რუსეთს 8710 დანაკარგი მიაქენა. ეს რუსეთისთვის მგრადი არ არის, მაგრამ ეს არის გაზაფხულის შეტევის რეალობა. უკრაინის კამპანია სამხრეთ რეგიონებში დერუსიფიკაციის მიმართულებით განსაკუთრებულად ეფექტური აღმოჩნდა. მაინც რუსეთი ცდილობს უპასუხოს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე სტარლინკის გათიშვას, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. პუტინი იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი შეცვლის, მაგრამ ის ცდება. თუმცა სანამ ამაზე გადავიდოდეთ, სწორედ ამიტომ ქმნით სამხედრო შოუს, რომ აგიხსნათ, როგორ მოქმედებს ძალა რეალურად ბრძოლის ველზე. თუ მეტი გსურთ, ნახოთ, არ დაგავიცნეთ ახზე გამოწევა. ეხლა, როგორც ცდილობს რუსეთი პასუხის გაცემას. რაც შეეხება Starlinks, რუსეთი ცდილობს შექმნა საკუთარი ვერსია სატელიტური სისტემის, რომელიც SpaceX-მა მის ხელთაგან წაართო. აღმოსავლეთ მცოდნეობის ცენტრის 24 მარტის ანგარიშის მიხედვით, წინა დღეს რუსულმა Soyuz 21B-ის გამშვებმა რაკეტამ ორორბიტაზე გაიყვანა 16 სატელიტი, რომლებიც იქნება ნაწილი რასვეთის დაბალორბიტალური ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო სისტემისა, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. მომდევნო წლებში ასობით ასეთი სატელიტის გაშვება იგეგმება, ამბობს ბიურო 1440, რომელიც ამ სისტემის უკან დგას. მაგრამ ეს ინიციატივა 2020-დან ვითარდება და ასობით სატელიტიც კი. აღარაფერს ვამბობთ იმ 16-ზე, რომელიც რუსეთმა ხალხმა ახლახან გაუშვა კოსმოსში, ვერ შეედრება იმას, რასაც Starlink-ი რუსულ ძალებს აძლევდა. SpaceX-ის სატელიტური კონსტელაცია 10000-ზე მეტ ერთეულს მოიცავს, რაც მას გლობალურ დაფარვას აძლევს. რუსეთს შეიძლება ამტკიცებდეს, რომ მას მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე დაფარვა სჭირდება, მაგრამ რასაც აქ ხედავთ, არის სუსტი მცდელობა დააკოპიროს საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც ყველა მხრივ ბევრად აღემატება ამ ახალბედა რუსულ ვერსიას.
მაინც რუსეთისთვის რამდენიმე სატელიტის ჯობს საერთოდ არ არსებობს. ისინი ვერ უშველიან იმ ფაქტს, რომ კრემლი ფრონტის ხაზზე ტელეგრამის გამოყენებას კრძალავს, რაც მხოლოდ ამძაფრებს საკომუნიკაციო პრობლემას, რომელიც Starlink-ზე წვდომის დაკარგვამ შექმნა. მაგრამ ეს სატელიტები იქ იქნება, ინტერნეტზე წვდომას მისცემს რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ამ წვდომას ისე ვერ გამოიყენებენ, როგორც სჭირდებათ, თუ სურთ, რომ რუსეთის გაზაფხულის შეტევა წარმატებული იყოს. რუსეთი ასევე ცდილობს უკრაინის მიერ მიღწეული წარმატებები გამოცადოს. როდესაც უკრაინა აგრძელებს წინსვლას იმ იმპულსით, რომელიც იანვრის ბოლოდან მოიპოვა, New York Times-ი უთვება, რომ რუსეთი აგროვებს ჯარებს იმ ადგილებში, რომლებიც მიაჩნია გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევისთვის გადამწყვეტად. სტატიაში მოყვანილია კომენტარები ზაპოროჟიაში მყოფი უკრაინელი მეთაურისგან, ლეიტენანტ პოლკოვნიკ ვიტალი გერზაკისგან, რომელიც ამბობს: ისინი ამ ადგილებში იკრიბებიან და ისევ სურთ ჩვენი უკან დახევა. როგორც ჩანს, პუტინის მიზანია დაიბრუნოს ის მიწები, რომლებიც რუსეთმა ახლახან დაკარგა უკრაინის მასშტაბური გათავისუფლების შედეგად, რათა ხელახლა გარუსულოს ის, რაც ახლახან გაურუსულდა. და ჩვენ ხედავთ მსგავს მოვლენას ჰულიოპოლას მიმართულებითაც, რომელიც ადრე ვახსენეთ. ეს არის რეგიონი, სადაც რუსეთი აგროვებს თავის ძალებს. ეს ძალები ახლა უფრო მასშტაბურად უტევენ, ვიდრე 2026 წლის ნებისმიერ სხვა მომენტში. სივსკიმეს დაადასტურა და 15 მარტს განაცხადა, რომ ჰულიოპოლას რაიონში შეტევითი ოპერაციების ინტენსივობა მნიშვნელოვნად მაღალია სხვა მიმართულებებთან შედარებით. Pravdamაც დაადასტურა ეს კომენტარები და აღნიშნა, რომ შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა ამ კონკრეტულ მიმართულებაზე უფრო მაღალია, ვიდრე ფრონტის სხვა ნებისმიერ მონაკვეთზე. ჰულიოპოლა ზაპორიჟიას ოლქშია, ასე რომ ნათელია რას ცდილობს აქ რუსეთი, თუ გავითვალისწინებთ სად მოხდა უკრაინის კონტრშეტევების უმეტესობა თებერვალსა და მარტში. RBC უკრაინა ამატებს, რომ მარტის პირველ 10 დღეში რუსეთის ძალებმა 1400 შეტევა განახორციელეს. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ გაზაფხულის შეტევა უკვე დაიწყო, რადგან თვიური საშუალო იყო 1800 სექტემბერი 2025-დან თებერვალი 2026-მდე. თუ რუსეთი ამ ტემპით გააგრძელებს, მარტის ბოლოსთვის 4200-ზე მეტ შეტევას განახორციელებს. ეს ზუსტად ისაა, რაც ადრე ვთქვით. პუტინის ერთადერთი სტრატეგიაა მეტი ხალხი ჩაყაროს ხორცაკებში. რუსეთის ეს მცდელობები უკრაინის ტერიტორიაზე დერუსიფიკაციას დაუპირისპირდეს, სწორედ ამან გამოიწვია ის მასიური დანაკარგები, რაც ახალი შეტევის დაწყების შემდეგ ვიხილეთ. მაგრამ რამდენადაც პუტინი ცდილობს, რომ თავისი 2026 წლის გეგმები აისრულოს, ისინი მაინც წარუმატებლობისთვის არიან განწირული. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონტრშეტევა პუტინისთვის უკვე საკმაოდ დიდი პრობლემაა, მის უკან კიდევ უფრო სერიოზული საკითხები დგას, რომელთათვისაც რუსეთს არანაირი გადაწყვეტა არ აქვს. პირველი არის ტაქტიკა, რომელსაც პუტინი იძულებულია გამოიყენოს ბრძოლის ველზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები ხმამაღლა ითხოვენ, რუსეთმა უარი თქვას იმ შეღწევით ტაქტიკაზე, რომელსაც 2025 წლის დიდი ნაწილის განმავლობაში იყენებდა. 2026 წლის გაზაფხულის შეტევა კვლავაც ხასიათდება მცდელობებით, რომ რუსი ჯარისკაცების მცირე დანაყოფები ჩუმად შეაღწიონ უკრაინის ხაზების უკან. რუსეთს ამ გზის არჩევა უწევს, რადგან უკრაინამ ბრძოლის ველი იმდენი FPV დრონით გაავსო, რომ ტანკებისა და ჯავშან ტექნიკის გამოყენებით შეტევების მცდელობა ფრონტის დიდი მონაკვეთების გასწვრივ გამორიცხულია. ეს ნელამოძრავი ტექნიკა უკრაინის დრონების ოპერატორებისთვის მარტივი სამიზნეა და რუსეთი უკვე ცდილობს გაუმკლავდეს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით დაკარგა 11800-ზე მეტი ტანკი და 38800 მეტი ჯავშან ტექნიკა. პუტინის ძალებს უკვე ეწურებოდათ ტექნიკა და კიდევ უფრო მეტი დრონის გამოჩენით ცაში დარჩენილი რესურსის გამოყენება უაზრო საქმეა. ინფილტრაცია შეიძლება ეფექტური იყოს იმ მხრივ, რომ ბრძოლის ხაზებს მიღმა დაბნეულობას ქმნის, მაგრამ თუ რუსეთს 2026 წელს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სურს, მას ჯავშან ტექნიკა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მცირე რაოდენობის ჯარისკაცები, რომლებიც ხაზებს მიღმა სუსტად დაცულ სამალავებში იპარებიან, მხოლოდ გარკვეულ შედეგს იძლევა. სწორედ ეს ტაქტიკა, რომელიც უკრაინამ უკუშეტევის დროს ასე წარმატებით შემოაბრუნა თავის სასარგებლოდ. თუმცა პუტინი როგორც ჩანს ფიქრობს, რომ რაღაცა რაც მისთვის საჭირო მასშტაბით არსად არ მუშაობდა, 2026 წელს გამოსავალი იქნება. ასე არ არის. უკრაინა ამას აუცილებლად უზრუნველყოფს და ამას გააკეთებს კიდევ უფრო მეტი FPV-ს გამოყენებით, დრონებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ. როგორც კიევის ინდეპენდენტმა 24 დეკემბერს გაავრცელა, უკრაინის შეიარაღებული ძალები 2025 წლის ბოლომდე სულ 3 მილიონი FPV დრონის მიღების გზაზე იყვნენ. ეს გაძლევთ წარმოდგენას იმ მასშტაბზე, თუ როგორი დიდი FPV დრონების არმია დააგროვა უკრაინამ რუსეთის წინსვლის მცდელობებთან გასამკლავებლად. და ეს არ ითვალისწინებს გრძელდისტანციურ დრონებს, რომლებსაც უკრაინა იყენებს რუსეთის დასარტყმელად, ან საშუალო დისტანციურ დრონებს, რომლებიც მან შეიარაღებაში შემოიტანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანა ხაზების დასარტყმელად. FPV დრონების ეს არმია გამოყენებულია სასიკვდილო განადგურების ზონების შესაქმნელად ფრონტის ხაზის გასწვრივ, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი თავისი გაზაფხულის კამპანიით მიზანში იღებს. სხვათა შორის უკრაინამ რომ რუსეთის ძალები უკან დაახევინა ბოლო თვეების განმავლობაში, ეს იმითაც არის სასარგებლო, რომ ახლა შეუძლია ეს განადგურების ზონები შექმნას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს ეგონა, რომ გაზაფხულის შეტევის დაწყებისას უკვე მის ხელში იქნებოდა.
რაც უკრაინა აკეთებს ამ FPV დრონებით არის ის, რომ აიძულებს პუტინს გადადგას ნაბიჯები იმ ბიმ ინფილტრაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელსაც ის 2026 წელს გამოიყენებს. პატარა რუსული დანაყოფები ცდილობენ ჩუმად გაიარონ ამ განადგურების ზონებში. ისინი, ვინც მოახერხებს გასვლას, შეიძლება ელოდებოდნენ დახმარებას, მაგრამ ისინი ასებითად ვერაფერს მიიღებენ. განადგურების ზონები რუსი შემოჭრილებს წვეთს ფრონტის ხაზიდან, უკეთავს მათ მომარაგებას, გაძლიერებას და ყველაფერს, რაც შეიძლება დასჭირდეთ სუსტი პოზიციების შესანარჩუნებლად, რომლებსაც იძენენ. 2026 წლის პირველ თვეებში ვიხილეთ რუსეთის მიდგომის შედეგი. უკრაინა სისტემატურად ანადგურებს ამ შემოჭრილებს, როცა სამხრეთში დერუსიფიკაციას ატარებს. ამიტომ ის ფაქტი, რომ პუტინი ამ გაზაფხულზეც ისევ იმავე სტრატეგიაზე აპირებს დაქორდნობას, უკრაინას აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერს ახალი იდეები არ აქვს. უკრაინა მიცის, როგორ დაუპირისპირდეს ამ სტრატეგიას. 2026 წელს რუსული დანაკარგების რეკორდული დღეები და კვირები ამას ამტკიცებს. და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ პუტინის გაზაფხულის შეტევა ჯერ კიდევ დაწყებამდე იშლება. ISW ამბობს, რომ ეს შეტევა ნამდვილად ვერ მიაღწევს იმას, რასაც პუტინი 2026 წელს ნამდვილად ისურვებდა. ISW ამბობს, რომ ციხესიმაგრეების ზოლი წელს გადარჩება და პუტინისთვის საუკეთესო, რაზეც შეიძლება იმედს ამხარებდეს, იქნება რამდენიმე ტაქტიკული მიღწევა, რომელიც რუსულ არმიას ძალიან ძვირად დაუჯდება. კვლავ ხედავთ ადრეულ ნიშნებს იმისა, თუ რა შეიძლება იყოს ეს დანაკარგები, იმ მსხვერპლის რიცხვები და რომლებიც გაზაფხულის შეტევის დასაწყისში უკვე ჩნდება. ეს მსხვერპლი უკვე აიძულებს პუტინს, რომ სასოწარკვეთილ ნაბიჯებზე წავიდეს. RBC უკრაინის ინფორმაციით, პუტინის შესაძლო იძულებელ გახდეს, რომ უკვე აპრილში ყირიმიდან მობილიზებული ჯარები უკრაინაში გადაისროს. ეს უკვე პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ ყირიმში მყოფი მობილიზებული ძალების დაკარგვა ნიშნავს, რომ რუსეთი ასუსტებს თავის პოზიციებს უკანონოდ მიერთებულ ნახევარკუნძულზე. ეს ასევე გვიჩვენებს, რომ უკრაინის დერუსიფიკაციის კამპანია წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ რუსეთს აიძულა დაეხარჯა ის ჯარები, რომლებიც გაზაფხულის შეტევისთვის ჰქონდა განკუთვნილი. ის ჯარები ახლა აღარ არიან და ის ტერიტორია, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ, ისე უკრაინის ხელშია. რუსეთმა ასევე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი გაზაფხულის შეტევის ადრეულ ეტაპებზე და შესაძლოა სამხრეთში ელიტური სპეცნაზის ოპერატორებიც კი დაკარგა. უკრაინა უკვე 2 თვეა, რაც რუსეთის ძალებს უპირატესობით ამაცხებს. ეხლა ვიწყებთ იმის შედეგების დანახვას, რადგან რუსეთის გაზაფხულის შეტევა იმდენად ცუდად დაიწყო, რომ ჯერ სასტარტო ხაზიც კი არ დაუტოვებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ყველაფერში ის არის, რომ უკრაინამ შეძლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო ღრმად დარტყმის უნარის განვითარება, რაც ანადგურებს რუსეთის სარდლობის ცენტრებსა და სამხედრო კვანძებს. Middle Strike-ის დრონები დაფრინავენ და როგორც რუსეთის ელიტურმა დრონების დანაყოფმა რუბიკონმა აღმოაჩინა, ისინი საშიში და გამანადგურებელია. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი უკრაინის ომის გაშუქება.